მოგესალმებით პარასკევის საუბრებში პოლიტიკაზე. მე ნინო გელაშვილი ვარ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ვუძღვები ამ პოდკასტს, რომელსაც გთავაზობთ ყოველ პარასკევს 17 საათზე და დღეს ვილაპარაკებთ ასეთ თემაზე: პოლიტიკური თამაში და მისი წესები საქართველოში. ვისთვის არის ეს წესები და ვინ ახერხებს თამაშში მონაწილეობას? არის თუ არა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება პოლიტიკა? ვინ ადგენს დღის წესრიგს? რა როლშია ოპოზიცია? და ვისაუბრებთ სცენარზე, რა სცენარითაც დღეს მიმდინარეობს პროცესები საქართველოში, მის ავტორზე, როლებსა და შემსრულებლებზე. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ მამუკა ხაზარაძე, ძლიერი საქართველოს ლიდერი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ნინო, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დასაწყისშივე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს, როცა ჩემი გეგმები არ იცვლება, გულისხმობ თქვენს მოწვევას ამ პოდკასტში, რადგან გუშინ თქვენს პრესკონფერენციაზე ძალიან ისეთი განწყობა იყო, თქვენგანაც მოდიოდა ეს მოლოდინი, რომ დაპატიმრების მოლოდინს გულისხმობ. და მე კი ვეტყვი ახლა ჩვენს მაყურებელს მოგაძახეთ კიბეზე, რომ მე არ მიყვარს დღის წესრიგების შეცვლა, მეთქი რასაც ვიტყვი ის სრულდება, მიხარია რომ შესრულდა. მე არ მგონია რომ ესე შესრულდება, მაინც გეგმაში აქვს რომ ეს განახორციელო, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. მოდით ამით დავიწყოთ, რაც შეეხება გუშინდელ თქვენს იქ მისვლას, გამოკითხვას, რისი თქმაც შესაძლებელია თქვენ გააკეთეთ განცხადება შემდგომ, მაგრამ ჩვენს მაყურებელს რომ გაუზიაროთ ცოტა მეტი. კი ბატონო, გუშინ აბსოლუტური ფორმალობა იყო, მივიღე, როგორ მივიღე მოწვევა, მინდა მიკავშირდა და ასე შემდეგ, არაფერი საქმესთან შინაარსობრივად. მოწვევა საგამოძიებო კომისიაზე. ერთადერთი რაც ვთქვი, რომ მინდოდა ამეხსნა რატო არ მივედი, ანუ საფუძველი, რაზედაც მოსამართლემ არ მომცა უფლება, მე მინდოდა მეთქვა, რომ რატო არის ეს პარლამენტი არალეგიტიმური, მაგრამ ამის ესე ვთქვათ საშუალება არ მომეცა და ესე დამთავრდა ესე ვთქვათ ეს ყველა. ჩემ კითხვაზე რომ აი მაგალითად ფეხი რომ მომეტეხა, საავადმყოფოში ყოფილიყავი, ამას ხო ამახსნევინებდით ხო, ესე ვთქვათ მიზეს. რატო არ მახსნევინებთ ამის მიზეს, რატო არ მივედი და არა ეს ჩვენ არ გვაინტერესებს და დამთავრდა ესე ვთქვათ ჩვენი საუბარი. ანუ დაიწყეთ თემა გასაგები იყო. მე ვუთხარი რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება, მე მანდატი დავტოვე, ჩვენმა პარტიამ მანდატი დატოვა, არ ვაღიარებთ ამ ესე ვთქვათ პარლამენტს არალეგიტიმურს, აღებული მქონდა უზარმაზარი მასალა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ქვეყნების, პარლამენტების, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსი, შეერთებული შტატების, რომ დამესაბუთებინა რატო არის ეს პარლამენტი არალეგიტიმური და რატომ აქვს საფუძველი როგორც პოლიტიკოს, რომ არ მივიდი არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში. ამავე დროს მე განვაცხადე კიდევ ასე თქვი, თუ იმეს რამე კითხვა აქვს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით წარსულთან, ეხლანდელთან, მე მზათა ვარ მიუხედავად იმისა, რომ თვლი რომ ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ნაციონალებიდან პორტირებული მოსამართლები მართავენ დღეს სასამართლოს და კლანი მართავს მურუსიძის, მე მზათა ვარ იქ ნებისმიერ კითხვაზე, თუ ვინმეს ამ პრეტენზია აქვს, მე საზოგადოებას პატივისცემ, რომ იქ გავარჩიოთ და გავცემ პასუხს ნებისმიერს. ანუ ერთი მხრივ მარცხაჯულებას არ გაურბივარ, თუ ვინმეს კითხვები აქვს, მაგრამ ცირკი, რომელსაც მათ უნდათ რომ ვიღაცამ რაღაცა სადღაც მახსენა და ამიტომ ეხა იქ ვიღაცას პასუხი გავცე და არც დოკუმენტი აქვს ამის ქვემოთ და არც არჩელი აქვს შეტანილი და არც არაფერი, ამაში მონაწილეობას არ მივიღე. ანუ ორი მიზეზი მაქვს, რატო არ მივიღე მონაწილეობა ამ ავარკვათ ცირკში. თუმცა მაინც შეიძლება დარჩეს ბევრ შეკითხვა, თუ კი თქვათ იმ კომისიაში არ მიდიხართ იმ არგუმენტებით, რასაც ბრძანებთ, აქ მარცხაჯულება ახსენეთ სიტყვა და აღწერთ ამას, როგორც აღწერთ და აფასებთ მისი აქტორებიანად, მოსამართლეებს გულისხმობ. მას ეს რატომ არ გამოდის ფორმალობა და კაი კითხვა. ძალიან კაი კითხვა. მე გამოდის აღიარებთ. ხო, არა, ესე არ არის. და ძალიან კარგია რომ ეს კითხვა დამეშვით. პარლამენტის 24 საპარლამენტო 24 წლის არჩევნები იქნა მასობრივად გაყალბებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ მე წითელზე გავიარო, იმიტომ რომ ესე ვთქვათ ამ პარლამენტს არ ვაღიარებ. არ ნიშნავს, რომ არ დავემორჩილო პოლიციას. არ ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ აი ნებისმიერ რაღაცა შემილია სასამართლოში არ მივიდე თუ დანაშაულს ჩავიდე. ო, ეხლა სახელმწიფოს ხო არ გავაუქმებთ. აქ არის ლაპარაკი საპარლამენტო არჩევნების კონკრეტულად გაყალბებაზე, რომლის ლეგიტიმაცია არავის არ მიუცია. არც შიგნით, გარდა თავისი ესე ვთქვათ მომხრეებისა
და არც დასავლურ პარტნიორებს. ამიტომ ეს ძალიან კაფეოდ უნდა გავმიჯნოთ. მიუხედავად იმისა, მე მომწონს ესე თქვა აი ეს კლანური სასამართლო პროკურატურა, რომ არსებობს სამწუხარო რეალობაში ვართ, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ თუ დანაშაული მაქვს, მე არ მივალ იქ. მაშინ ესე თქვა ეს ნიშნავს, მაშინ სახელმწიფოს არ ვაღიარებ. მე არ ვაღიარებ იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და ამის გამო ჩვენი პროტესტი იყო, რომ მანდატები დავტოვეთ და გავემიჯნეთ ამას. და ეხლა როგორ შეიძლება, რომ მანდატი დავტოვო და ეხლა უნდათ, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტის კომისიას მიმიყვანოს და მე თქვან რომ იცი რა მანდატი დატოვე, მაგრამ ხო გვაღიარებ რახანაც მოდიხარ და ამას ვერ მოესწრებიან. გამორიცხული მომენტია, გინდა დამიჭირონ და გინდა რაც არ უნდა ქნან. რით დაშორდით გუშინ, რით დამთავრდა ანუ გუშინდელი ეპიზოდი ეს მაინტერესებს და რატომ ელოდებით გაგრძელებას? არა, იმიტომ რომ გუშინ იყო რაც ფორმალობა, მივიღე, არ მივიღე წერილი, როგორ მივიღე ყველაფერი დაუდასტურე, როგორც ესე თქვა, მე არაფერი დასამალი არ მაქვს. სიგნალით მივიღე, დაუდასტურე, მადლობა გადაუხადე და ცნობა იმის შესახებ, რომ არ მივიდოდი, რადგანაც საჯარო პირი ვარ, ესე თქვა, საჯარო სოციალური ქსელით გავაცანი საზოგადოებას, რატო არ მივდივარ და იქ დავწერე, რომ მზათა ვარ, თუ იმეს კითხვა აქვს, ჩემ წარსულთან მზათა ვარ სასამართლოში მივიდე, მაგრამ არ მივალ არალეგიტიმური კომისიის ხდომაზე. სიგნალით ვინ მოგწერა თუ კაცო? სიგნალით მომწერა ქალბატონ თია წულუკიანის კომისიის მდივარმა. ეს მე არ ვიცი სიგნალის პლატფორმა ოფიციალური არ ვიცი, მეც არ ვიცი. ცოტა იმას გავს რაღაცა ხამ შეერთებულ შტატებში რომ ხო, შეერთებულ შტატებში რომ ომს გეგმავდნენ სიგნალში დაახლოებით ესეთი ამბავი. კი, ჟურნალისტი რომ აღმოჩნდა ერთ-ერთი რედაქტორი მესი ატლანტიკის ჯგუფში, სადაც ხო სამხედრო ესე ვთქვა, დაბომბვის დეტალებს, გეგმის დეტალებს ხილავდნენ მაღალ ჩინოსნები ქვეყნისა. ხო არა, უბრალოდ იმის ხმა მინდა, შეიძლება ასეთი გზავნილი გამოგრჩეს კიდეც ადამიანს. მე ვიცი, ხალხი, ვინც არ ხმარობს ამ პლატფორმას და შეიძლება გეგონოს რომ მიწერე, არ ვიცი, ხო რატომ აირჩიეს, საინტერესო. მაგრამ რა სიტყვით მათზე, ანუ შემდეგი ისიცით, ვთქვათ, ოქს გავაცნობენ გუშინდელი გამოგიდვის ოქს გააცნობენ ჩვენ ადვოკატებს და მე ალბათ იქნება დაბარება შემდეგი. საინტერესო რომ გუშინვე მომივიდა მეორე შეტყობინება სასამართლოში, უნდა მივიდე თუ არ ვცდები 1 აპრილს. ეს არის სხვა საქმე, რომ თურმე 21 რომელიღაც რიცხვში 31 იანვარს თუ არ ვცდები, გადამიკეტია გზა. მე ასე ვთქვათ, გადავახვიე ჩემი კალენდარი და ეს იყო მარში, მრავალ ათასიანი მარში ჩვენი პარტიის და არა მარტო ჩვენი პარტიის, რომელიც დაიძრა მარჯანიშვილიდან რუსთაველამდე და ჩვენ მიგვაცილებდა პოლიცია, იმიტომ რომ იმდენად დიდი იყო რაოდენობა, ასე ვთქვათ, ადამიანების, რომ ბუნებრივია გადაიკეტებოდა იქ ვერც ტროტუარზე გავული და ვერც ვერაფერს და ასე ეთყობა 5,000-იანი ლარის ჯარიმის გამოწერა უნდათ, მაგრამ ნუ ახლა მივალ და იქაც აუხსნი რომ ანუ შემდეგი იქნება დაბარება უკვე მეორე მხარის. ალბათ. ხო, ნახოთ. ანუ არ ვიცით ჯერ თარიღი. და ვინც მიდის ამ კომისიაზე, ჩვენ ხომ ხედავთ რომ ნაწილი ადამიანების ვის მიმართაც სავარაუდოდ ბევრ შეიძლება არც ქონოდა მოლოდინი რომ მივიდოდა კომისიაზე და უპასუხებდა იქ შეკითხვებს. დღესაც გრძელდება ამ წუთასაც, ამ წუთებშიც ეს სხდომა ამ კვაყურაშვილის მოსმენით დაიწყო, არც თუ ერთგვაროვანი ის იყო პროცესი. მათზე შეგიძლიათ? ეხლა ვიტყვი რომ მათ არჩევანზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, არ შევაფასებ, მაგრამ დავადასტურებ ჩემ ძალიან ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც 2008 წელს იარაღით ხელში სამშობლოს იცავდა. ამიტომ ეს არის მათი არჩევანი, მით უმეტეს მაღალჩინოსანი იქნება ეს თუ რიგითი, ვისაც ჯარში ან ომის ველზე დენტისუნი არ ესე ვთქვათ უგძნია, არ შეიძლება ვიღაცებმა ამ პოლიტიკოსებმა რაღაც შეფასება მისცენ. ამიტომ არანაირ შეფასებას არ უძლებს, მათი არჩევანია, რაც შეეხება პოლიტიკოსები მივლენ თუ არ მივლენ, ამასაც მე საბოლოო ჯამში ხალხი განსჯის. მე არავის, ეს არის ჩემი არჩევანი, ჩემი პირადი არჩევანია, მე ესე ვთვლი რომ სწორია, იმიტომ რომ მე ამ ხას არ გადავსულ ვარ არასდროს, დავტოვე მანდატი, გამოვაცხადე პროტესტი, ვიდეო იქ რუსთაველზე ვდგავარ ჩვენ პარტიას არც ერთი დღე არ ჩაუგდია, იქ ყოფნის ესე ვთქვათ, არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს და ამას ძალიან მტკიცეთ თანმიმდევრულად არ არსებობს რამე
ძალა, რომელმაც შეიძლება ეს შეგვაცვლინოს. გარდა იმ დიდი მოლაპარაკებისა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ახალ არჩევნებამდე და პატიმრების, პოლიტპატერების გამოშვებამდე. ამიტომ რო დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, არავის მისვლას იქ არ შევაფასებ, მე პატივს ვცემ ყველა ასე თქვათ მებრძოლ ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე ჩვენ სამშობლოს იცავდა. აი მიზნებზე მოგვიანებით აუცილებლად კითხავთ, გუშინაც კითხეთ პრესკონფერენციაზე, მაგრამ მინდა ამ ჩვენს საუბარშიც იყოს ეს თემა. ასეთი რამით მინდა გავაგრძელო. ბევრი ადარებს ბიძინა ივანიშვილის მოქმედებებს ბანკოს თამაშს. თქვენ ძლიერი ხართ ბანკოში? მე არ თამაშობ კარც. საერთოდ არ თამაშობ. საერთოდ თამაშობ. არც კაზინოში ყოფილი ვარ, ერთხელ ვიყავი ლას-ვეგასში და მივხვდი რომ მიუხედავად რომ ბრჭყვიალა გარემოა, ეს არ არის ჩემი თემა. მაშ რომ აკვირდებით მის გადაწყვეტილებებს, მოქმედებებს ქართული ოცნებისა შესაბამისად ბუნებრივია, რით რა კრიტერიუმებით აფასებთ, ცდილობთ ცხადია რომ გაიგოთ ლოგიკა თუ სტილი, მანერა, იმიტომ რომ თქვენ პოლიტიკოსი ხართ და საჭიროა უბრალოდ ამის ცოდნა. მე ვფიქრობ, რომ გადამეტებულია ის შეფასებები, რაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო საერთოდ ჯერ მისმა გარემოცომ და მე რაღაც დღის ეს რიგში თქვა, რომ რაღაცა ბრძენი ადამიანია, რომელმაც იცის ყველაფერი, არის სუსტი ადამიანი, შიშარ ადამიანი და ერთ-ერთი მისი ამოცანა არანაირ ბანკოს თამაში და გრძელვადიანი გათვლები. მას არ აქვს ხედვა, ქვეყანა სად უნდა იყოს, სად უნდა მივიდეს ჩვენი ეროვნული ინტერესი. მას არ აქვს არანაირი თეორიული ხედვა, როგორ უნდა ვიქნათ ჩვენ დაცული უსაფრთხოების თვალსაზრისით. მას არ აინტერესებს აქ კონკურენტული გარემო და თავისუფალი ადამიანები. ყველა წარმატებულ ადამიანს აქ და თავისუფალ ადამიანს ის ებრძვის, ისე როგორც ებრძვის საქართველოს წარმატებას და რა არის ამის უკან? მის უკან არის ის, რომ მან თავი გადაირჩინოს, მისი ფინანსები გადაირჩინოს და იყოს მონამორჩილი იმ დავალების, რომელსაც ის იღებს და იღებდა და მიიღებს მომავალში და არ მგონია ბევრი დრო დარჩა მას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის რუსეთისგან. აი ეს არის ჩემი დახასიათება ბიძინა ივანიშვილის. მე ძალიან კარგად ვიცი რა საკეთებს, არანაირ გრძელვადიანი გათვლები და რაღაცა ბრძნული აზრები. ეს არის ზღაპარი, პირდაპირ გეუბნებით. ზღაპარი ეს არ არის ის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ილაპარაკო საქართველოს მომავალზე და თქვა რომ აი ამ წერტილში ვარ და ჩვენ ესე თქვა შენი იდეებით მივალთ აქ. არ არსებობს ესეთი რაღაც. მე მისი ამორჩეველი ვიყავი, მე მჯეროდა ისე როგორც უმრავლესობა საქართველოში რომ ეს ძალიან მარტივი ფორმულაა რომ იცი ამხელა კაპიტალი დააგროვა და როგორ შეიძლება კაპიტალის დაგროვება, მისი მეთოდი კაპიტალის დაგროვების არის FSB-სთან და სპეცსამსახურებთან, ესე თქვათ, ალიანსი. მაშინ იცოდით? ასე ქონდათ გააზრებული. მე ვიცოდი დანამდვილებით ვიცოდი, რომ რუსეთში როგორც კი გადააბიჯებ რაღაცნაირ მილიონს, იქ შენ ხარ არჩევანის სცენაში. ან თანამშრომლობ სპეცსამსახურებთან და სონცევოს ამ მსგავს ფორმირებებთან, ეს იყო გახსოვთ ახლა ბევრი ისტორია, მე მგონი ჩვენ მაყურებელს თვის ცნობილია, როგორ არის გადაჯაჭვული სპეცსამსახურები შავ სამყაროსთან და ასე შემდეგ. ანუ შენ თუ დიდ თამაშს თამაშობ რუსეთში, შენ აუცილებლად მათთან კავშირში ხარ და რა თქმა უნდა კავშირში ხარ, ეს არც დაუმალავს თავის ინტერვიუში აქ ლებედთან ურთიერთობა და დაფინანსება, ესე თქვათ, პოლიტიკური პროცესების რუსეთში და ასე შემდეგ. სხვანაირად დიდ თემებს იქ ხელს ვერ მოკიდებ. როგორც კი მოკიდებ, ვერ ხარ ვალდებული. და პასუხისგებელი ეს არ ნიშნავს, რომ შენია ეს ყველაფერი. ის არის კიდევ ვიღაცის. სადაც არ უნდა იყოს სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ესე რომ ვთქვათ, რომ ბილად ძალიან სპეციფიკური პერიოდი იყო ის პერიოდიც რუსეთში. არ არის თავისუფალი, მოდი ვთქვათ რა. ეს ადამიანი არ არის თავისუფალი. შინაგანათაც და გარეგნულადაც არ არის თავისუფალი. იმიტომ იმალება ის არ მოძრაობს სოფლიოში. ეხლა ამხელა შეიძლება მე სულ ველოდებოდი, რომ აი მოვიდა ხელისუფლებაში და ველოდებოდი პრემიერ-მინისტრი იყო, რომ ჩაჯდება თვითმფრინავში იყიდის თავის თვითმფრინავს ან სამთავრობო თვითმფრინავში ჩაჯდება და დაიწყებს შემოვლას სოფლიოს გარშემო ხელს ჩამოართვას ისეთ დიდ სახელებს, მისი ზომის ადამიანებს, ბილ გეიტსთან წავა, ვიღაცასთან წავა, ჩამოიყვანს, ეთქვის რომ აგერ პატარა ქვეყანა ვართ, მოდი რაღაცა გავაკეთოთ საინტერესო. არაფერი არ მოხდა მსგავსი. პირიქით, ყველა ინვესტორი გააგდო, რომელიც შემოსული იყო საქართველოში. იცით რამდენია დავალიანება და ვალი დღეს რამდენს ხარჯავს ჩვენი ქვეყანა, თქვენს და ჩვენი მაყურებლის შეგროვებულ ბიუჯეტს საერთაშორისო არბიტრაჟებში.
250 მილიონს უხდის ეს არის რაც უკვე გახარჯულია 250 მილიონი არის გახარჯული იურიდიულ მომსახურებაში საერთაშორისო არბიტრაჟებში ეს ნიშნავს რომ ყველა უცხოელ ინვესტორთან რომელიც საქართველოს შემოვიდა არის აქვს საქართველოს ამ ხელისუფლებას დავა ხო მაგრამ იმ ცოდნით ის რაზეც ახლა ილაპარაკეთ მის აი თქვათ ფულის ამდენი ფულის დაგროვების ვარ ვიცი რა დავარქვა აკუმულირების მანერას თუ ისტორიას და შემდეგ მაშინაც თქვენთვის სრულიად ცხადი იქნებოდა ეს და ცნობილი ხო და ამის მიუხედავად მაინც ასეთი მოლოდინი გქონდათ და მაინც მხარს უჭერდით მოდი თქვა 12 წელი გავიდა 13 წელი გავიდა და ეს მოლოდინი მე გამიქრა მას მე იმ ეტაპზე რატომ გქონდათ შეიძლება ბევრისთვის არ იყოს ის რაც ხდებოდა იმის წინააღმდეგ ვიყავით ჩვენ ყველას გვინდოდა ცვლილებები 2012 წელს იმიტომ რომ მე ბოლო შეტაკება მქონდა ერთხელ შევხვდი მერაბიშვილს ბოლო შეტაკება მქონდა მერაბიშვილთან იყო ერთ-ერთი დიდ სასტუმროში შეხვედრა როგორც კი პრემიერი გახდა მანამდე მასთან შეხება არ მქონია არც სატელეფონო ისევე როგორც სხვა ეხლა მინდა ხაზი გავუსვა ისევე როგორც სხვა იმ დროინდელ მაღალჩინოსნებთან გეზერაშვილი იქნებოდა ეს მერაბიშვილი თუ ადეიშვილი თუ ასე შემდეგ იყო ჩემზე სისხლისამაც საქმე აღძრული 2003-დან როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში 2006-მდე მე 2005-დან 2012-მდე მართმევდნენ ქონებას და მე ასე თქვა არ ვიყავი საჯარო პირი და ვერც გამოვიდოდი საჯარო განცხადებებით იმიტომ რომ ამ ქვეყნის 40%-ის ასე თქვა ანაბარი მებარა ეს იყო დაახლოებით 25 მილიარდი ლარი თუ არ ვცდები და ესე თქვა პოლიტიკურ განწყობებს ვერ გავაკეთებდი რომ აი თავს მესხმიან და ქონებას მართონ ერთ-ერთი გზა იყო რომ არ დამეთმო და ვიარე სასამართლოში დამიყადაყეს ყველაფერი და შემდეგ დაუბრუნდები იმას მერაბიშვილთან იყო შეხვედრა პირველი შეტაკება რაც მომივიდა თქვენ შეგიძლიათ გამოკითხოთ იმ 50 ბიზნესმენს რომელიც იქ იჯდა ყველა ჩუმად იყო მე და თემური ჭყონია რომელი წელია ეგ ეს არის 2012 წელი როცა გახდა პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი და მე და თემური ჭყონია ვიყავით ვინც ღიად დაუპირისპირდა მას და მან პირდაპირ ამ ბიზნესმენების თვალწინ საკმაოდ სერიოზული მუქარა მითხრა რომ ესე იგი ეს არის ჩვენი ურთიერთობა მაშინ დამელოდეო ხო და ეხლა ნუ ღია კონფლიქტში ვიყავი და დამელოდება რაღაცა გჭირდებოდა უკვე იყო არა დამელოდე ჩვენი ურთიერთობის პასუხს მიიღებო რა მოკლედ რა და მე წააგეს არჩევნები ხო ეს იყო ზაფხული ხო ნუ უფრო მეტ პრობლემას პირდებოდა ალბათ და ეს იყო ზაფხული და ნუ შემოდგომაზე წააგეს არჩევნები და ამიტომ მე კიდევ ვიმეორებ მე გულწრფელად ესე თქვა არჩევანი გაკეთებული მქონდა ქართული ოცნების მიმართ ცვლილება აუცილებელი იყო ამას იმასაც ვამბობ ძალიან ღიად რომ ეხლა რო არის რომ ნაციონალური მოძრაობის დროს და იმ 9 წლიანი მე პირველ ეტაპს ძალიან დადებითად ვაფასებ და ამას ხმაღლა ვამბობ და არ მწვენია ამის და არ მეშინია რომ ვიღაცამ თქვას რომ აქ ხო იცით როგორი ამბავია თუ კარგ სიტყვი რა ნაწილს კერძოდ რა საქმეს ის რეფორმებით პოლიციის რეფორმა აიღეთ მე სახლიდან ვერ გამოვდიოდი 3 ლარი რო არ მოეთხოვა ან 5 ლარი იმას რა ქვია მილიციელს გაის რომელიც მელოდებოდა იმას რა ლეხანოვის მოსახლეობთან ხო ეს დიდი რეფორმა იყო ბევრ მოსახლეობთან საქართველოში ხო და არა ერთი მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ჩვენ დავინახეთ რომ უზარმაზარი შეცდომა რომ იმ ადამიანებმა რომლებმაც ძლიერს გამოიარეს 90-იანი წლები ძირითადად ლაპარაკი ბიზნესმენებზე და შექმნეს რაღაც ქონება, ნუ მათზე წავიდა ღია ტერორი და ღია ამბავი და ეხა ნუ მათ შორის ჩემზეც. ამიტომ კიდევ ვიმეორებ არჩევანი სწორი მქონდა გაკეთებული, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში და განსაკუთრებით ნუ წყალგამყოფი იყო ანაკლია, როცა მივხვდი რომ აქ სულ სხვა ამბავშია, ასე თქვათ, საქმე და არა რაღაც კარგის კეთებაში საქართველოსთვის. და გარისკეთ ის რაც არ გარისკეთ ნაციონალური მოძრაობის დროს. რა არ გაურისკე ნაციონალური მოძრაობის დროს? აი გამოსვლა საჯაროს ნაციონალური მოძრაობის დროს, ნაციონალური მოძრაობის არ გავრისკე ბევრი ხალხის ინტერესიო ვისი ანაბრებიც მებარაო ხა ბრძანეთ და კი, მაგრამ ნახეთ, აქ მე იმ დროს ნაციონალური მოძრაობის დროს ჩვენ ყველა იმ ბიზნესში, რომელშიც ვიყავით, მე მქონდა პერსონალური დაპირისპირება. მაგრამ ისინი ჭკვიანურად იქცეოდნენ, იმიტომ რომ თუ დაარტყამდნენ ბანკს, მათ იცოდნენ რომ იმ ტოტის გადაჭრას დაიწყებდნენ, რომელზეც იმ დროს იყო ჩამოკიდებული მთელი ეკონომიკა. ჩვენი და სხვა ბანკების რა. ამიტომ პირდაპირ დაარტყმა ინსტიტუციაზე არ განუხორციელებიათ. თან ეს ის პერიოდია, როცა მე ღია აუქციონში მივიღე მონაწილეობა და გახსოვთ ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მოვიზიდეთ 200 მილიონი დოლარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერი და უძრავი ქონების ესე ვთქვათ მართველი, ეს იყო ყველაზე დიდი ინვესტიცია იმ დროს.
ამერიკელების და ჰოლანდიელების და ფრანგების და ასე შემდეგ, გახსოვთ აუქციონი ლისისტვის, ასევე ღია აუქციონი. ამიტომ იქ ინსტიტუციას და ბიზნესებს ჩვენ ბიზნეს აი ესე ღიად არ დაარტყს ამარტყეს მე. რაც შეეხება ამათ პერიოდში თქვენ გახსოვთ რომ გამოვიდნენ და მე მაშინ გავხდით ბანკის თავმჯდომარე და პირდაპირ დაგვადანაშაულეს მოწმეები, დაგვადანაშაულეს ფულის გათხრებაში. და ამან თქვენ თუ ნახავთ მე ხშირად გამეორებია თუ ნახავთ 2019 წლის 9 იანვრის ბრიფინგის შედეგს ლონდონის ბირჟაზე იმ დღეს ჩვენ ინვესტორებს, უცხოელ ინვესტორებს დააკარგინა 200 მილიონი ლარი ერთ დღეში. ესეთი ბრიფინგი გაიმეორეს სამჯერ და იძულებული გავხდი, რომ გამემიჯნა ჩემი ბანკის თანაგუნდელების, თანამშრომლების ბედი, იმიტომ რომ გაჩერდა ყველა საკრედიტო რესურსი, გაჩერდა ყველა დახმარება, იმიტომ რომ ხა როცა სახელმწიფო ესეთ იმას გიყენებს პრეტენზიას, იქ ვერ გადაიყოლებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გაკისრია. ამიტომ მაგრამ მაგაც წააგეს, თქვენ იცით რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში გავრილოვის ღამე რომ მოხდა 4 დღის მერე ლონდონში იყო ლონდონის კრება, ლონდონში ბანკის კრება, სადაც კიდევ ერთხელ ამირჩიეს 98%-ით. ეს მის მერე სხვათა შორის, როცა ჩვენმა აქციონერებმა ჩაატარეს დამოუკიდებელი forensic audit-ი. ეს არის ფინანსური დანაშაულების კრიმინალური აუდიტი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, იმიტომ რომ ჩვენ დავკითხეს, ეს სხვათა შორის ჩემი მოთხოვნით გაკეთდა და მერე დაკითხეს თანამშრომლები, ამოიღეს 12 წლის მასალა, ჩვენი პერსონალური კომპიუტერები და მე იმ დასკვნაც კი არა მაქვს დაკითხული, რა დაწერეს. ეს აკრძალული იყო, იმიტომ რომ ეს არის ისეთი, ეს არის რამოდენიმე დიდი ჯგუფი აკეთებს სოფლიოში, აი როცა დიდი ფინანსური მაქინაციები კეთდება. და ეხლა მინდა გითხრათ სერიოზულობა ამის, რომ TBC ბანკის აქციონერები არის BlackRock-ი, IFC, EBRD, სოფლიოს წამყვანი, JP Morgan-ი, სოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები. ამიტომ იქ ხუმრობა და შაყირი არ არის. და ამ დასკვნის საფუძველზე მათ გადაწყვიტეს 98%-ით დავეტოვებინეთ თანამდებობაზე. და ამით და ამით დაამთავრდა ამათი შეკერილი ამბავი. ზუსტად ეს რომ მოხდა, მე Facebook-ზე სტატუსი დავწერე, რომ აი აქ არის სიმართლე და გავრილოვის ღამესაც შევეხმიანი და თქვი რომ მე ვტოვებ, მიუხედავად ამისა, ვტოვებ ბანკს, იმიტომ რომ ესე თქვა, უკვე გძნობდი რომ მე გამარჯვებას მივახციე, მე დაბადრი და ვიწყებთ მოძრაობას, სამოქალაქო მოძრაობას და აქტიურობას. აი ეს დავწერე და ზუსტ ერთ კვირაში თუ დაახლოებით 2 კვირაში სისხლის სამართლის საქმე აღძრას უკვე ჩემს მიმართ და მე კი იცით თქვენ ესე თქვა ეს თელი ამბები 4 წლიანი ჩვენი სიარული სასამართლოში, რომელიც ასევე დამთავრდა მათი კრახით. ხო, საინტერესო თემას შეეხეთ, ცოტა გვიან მინდოდა, მაგრამ მიუბრუნდები. ნაწილი საზოგადოების მომისმენია ასეთი მოსაზრება, რომ თქვენი არჩევანი გამოსულიყავით, ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეში და პოლიტიკური აქტივობა წამოგეწყოთ, ეს იყო თქვენი ერთგვარი არჩევანი ისევ და ისევ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ასე ვთქვათ. რა შეგიძლიათ რომ ვთქვათ? კარგი კითხვა ესაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასამართლო ჩვენ არ გავრიდები ვართ სასამართლოს, ჩემს დონე ნებისმიერ დროს წავსულიყავი ქვეყნიდან ერთი, მეორე ღიად შევედი ღია პოლიტიკაში, ორი გავხდი დეპუტატი და მქონდა იმუნიტეტი, თქვენ გახსოვთ რომ მე ეს მანდატი ჩაობარე ზუსტად 3 თვით ადრე, სანამ იქნებოდა ბოლო განაჩენი და ბოლო განაჩენი ჩვენ გველოდებოდა 9-დან 12 წლამდე. ამიტომ ყველანაირი თეორიული და პრაქტიკული თავდაცვის მექანიზმი ესე თქვა მოვიხსენი, ქვეყანა არ დამიტოვებია, მანდატი ჩაობარე, ამიტომ მე მგონი დღევანდელი გადასახედიდან ყველა ხედავს, რომ ესე თქვა აბსოლუტური სიმართლისთვის ვიბრძოდი, რაშიაც ვარ დარწმუნებული. ისევე როგორც ახლა მანდატი ჩაბარებული მაქვს და ღიად არ მივდივარ არალეგიტიმურ პარლამენტში, თუ მე ესე მჯერა. მე ესე მწამს, მაგრამ მივდივარ მურუსეთის სასამართლოში თუ დამიძახებენ 14 წლის მერე ვიღაცა ჭორაობით რაღაცა თქვა იმაზე კომისიაზე და თურმე დერეფანში შევხვედრილ ვარ ვიღაცას და თურმე ამან მათ უნდათ რომ ხაზარაძეს მიაყენონ რაღაცა დემეჯი ზიანი და ასე შემდეგ და ასად არ გავბივარ აქ ვარ ყველა კითხვაზე მზათა ვარ გუშინ თქვენ ბრძანდებოდი და მადლობა რომ მოხვედით იმ დიდ პრესკონფერენციაზე სადაც თელი მედია მოვიწვიეთ ყველა იყო მათ შორის იმედიც პოზიტივიც მაგრამ კითხვა არ დასვეს
კითხვა არ დასვეს, ხო, იქ ხო ღია იყო, იქ ხო არცეთ კითხვას არ გავქცევარბე. იმიტომ რომ ეს არის პროპაგანდა ჩემს მიმართ, ჩემს პირდაპირ მიმართული, ჩემს საწინააღმდეგოდ მიმართული, რომ რამენაირად გამაშავონ. ამაში გულისხმობა მევახშეს სახელის, ესე თქვათ, კულტივირება, ბინები წაართვა ხალხს, ესე თქვა და ასე შემდეგ. ჩემი შეიძლება შეცდომა, რომ ამ თემებზე ესე ღიად აი ესეთ ეთერში არ დავიწყე საუბარი ფაქტებით და ესე თქვათ მარტო შემოვიფარგლებოდი რომ Facebook-ზე ხანახარ როცა ხასიათზე ვარ ვიღაცა რო შემომიტევს დავწერ აბა ერთი დოკუმენტი მაინც დამიდეთ ვინ გავაუბედურე და როცა სიწყნარე ხდება ხოლმე მაგრამ მე ისე თავიდან დაიწყება და მე მგონი დრო დადგა შეიძლება დაგვიანოთ მაგრამ დრო დადგა რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას იმიტომ რომ აქ ჩემზე არ არის საუბარი ნინო საუბარი არის იმ მდგომარეობაზე რაც ჩვენ საზოგადოებაშია შექმნილი ჩვენ მოქალაქეებზეა შექმნილი ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ იყოს სანახაობა და ამას დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროება. იმიტომ რომ ოქტომბრის არჩევნებიდან დღევანდელ დღემდე არაფერი ქვეყანაში არ გაკეთებულა. 12 წლის განმავლობაში არანაირი სტრატეგიული ობიექტი არ აშენებულა, არც ერთი სერიოზული ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოსულა, სამაგიეროდ მივიღეთ სერიოზული უმუშევრობა, სერიოზული სიღატაკე, რეგიონები არის კატასტროფულ მდგომარეობაში, მე როცა დავდივარ მართლა მწვენია და ძალიან მიჭირს იმის ახმა თუ როგორ შეუძლია ამ ადამიანებს გაუძლონ ამ ყოფა ცხოვრებას, ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, დემოგრაფიული კლება, ეხა მეტი რაღა უნდა იყოს და მე აქა ვარ და მინდა რომ ეს შევცვალო. ხო, რაღაცებზე ესე წინა უკან გადახტომა მიწევს. თუმცა რადგან კომისიაზე იმ თემას შეეხეთ, რომელზეც სტუდია მონიტორს თავის დროზე აქვს გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიება ლეონიძის, რომელიც პატიმრობაში იყო და ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ დეტალებში თუ დეტალებში შევიდეთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე რაც მახსოვს, სიმართლე გითხრათ, მე არ მახსოვს ბევრი რაღაცა, მაგრამ რაც მახსოვს, გეტყვით. მე ვიცი ჟურნალისტური გამოძიებაში რაც არის ის ინფორმაცია, მართალი გითხრათ, არ მიკვლევია ცალკე ეს საქმე. მაგრამ რისი კითხვა მინდა, იცით, ეს ადამიანი, რომელიც კომისიაზე მივიდა ახლა სტუდია მონიტორის ნინო ზურიაშვილმა გააკეთა თავის დროზე თავის კოლეგებთან ერთად და სად არისო ახლა რაღაცა ისეთი იკითხა არ ჩანსო თუ რაღაც მსგავს კონტექსტში და უცნაური კი იყო, რადგან ნინო ზურიაშვილი ახლა კიდევ უფრო მეტად ჩანს თუ ოდესმე ჩანდა გულისხმობ საჯარო სივრცეში ყველაფერი იმის გამო რაც ხდება დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რა პოლიტიკასაც მისდევს აი ბოლო წუთამდე ახლაც პროცესი ვითარდება და ვითარდება სულ უფრო რთულდება ეს თემა გულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას და მონაწილეობს პროტესტში და ასე შემდეგ. უცნაური იყო ასე მოხსენება, მაგრამ გამორიცხავთ კი არა იმას ეთანხმებით რომ ამ ადამიანის ინტერესები უკანონოდ იყო დარღვეული თუ გააქვთ ინფორმაცია ამაზე. ძალიან საინტერესო კითხვა და აქ ძალიან ერთ ფაქტორს გეტყვით. თან საწვავის ბიზნესს ეხება ეს უბრალო თემა არ არის. ორ ფაქტორს გეტყვით. პირველი ფაქტორი არის ის რომ პროკურორი და მოსამართლე რომელმაც მიუსაჯა, მე არ მახსოვს რაზე მიუსაჯეს, საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, წლები მიუსაჯეს ბატონ ლეონიძეს. 10 წელი. ხო, 10 წელი. მე არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, ალბათ თვითონ უკეთესად იცის. ის მოსამართლე დღეს არის უვადოდ გამწესებული ქართული ოცნების მიერ. ანუ მოსამართლე რომელმაც მიუსაჯა ლეონიძეს სასჯელი, დღეს არის ქართული ოცნების უვადოდ გამწესებული მოსამართლე. ანუ პირველი ვინც უნდა დაიკითხოს უნდა დაიკითხოს ეს მოსამართლე, რატომ მიუსაჯა თუ არასწორად მიუსაჯა, ვინ დაავალა და ვის ემსახურებოდა, მე ხო არ ყოფილა მოსამართლე, ხო? ეს არის პირველი. მეორე, იგივე პროკურორი, რომელიც ემსახურებოდა იმ დროს საქმეს, დღეს ამათი პროკურორი. ეს არის ნომერ პირველი. მთავარი თემა, ლეონიძესთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, როგორც პიროვნებას, თუ მას რაიმე პრობლემა აქვს ან სარჩელი, ეს არის ინსტიტუციასთან, TBC ბანკთან და ალბათ აქამდე გავიგებდი რაღაც სასამართლო ხდომას მაინც, რომ მას აქვს დავა TBC ბანკთან. თუ არის ესეთი ამბავი, მან უნდა გააგრძელოს დავა, მით უმეტეს 12 მიხვალთ მოპასუხეთ. ბატონო? მიხვალთ მოპასუხეთ. არა, მე არაფერ თუ დამიძახებენ მივალ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე ლეონიძესთან გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღე და ვერც მივიღებდი, იმიტომ რომ მე არა ვარ მენეჯმენტი, არც ყოფილვარ არასდროს არ ვაწერდი გასაგებია ბანკის ხელმძღვანელია იქ დასახელებული. ხო, ამიტომ
ბანკი არის უზარმაზარი ინსტიტუცია, თუ დააშავა რამე კანონის წინაშე, ოღონდ სამართლიანად თავი იმართლოს, პრობლემა არ არის. ან მოიგოს, მაგრამ დღემდე 14 წელი გავიდა, მსგავსი რაღაც არ გამიგია. 14 წლის მერე გაახსენდათ ქართულ ოცნებაში, რომ თურმე რაღაცა მოხდა, მამუკა ხაზარაძე 14 წლის მერე გაახსენდათ, როგორც ფულის გაეთრებაზე 14 წლის წინადელი საქმე რო ამოქეკეს. აქამდე რა არ შეეძლოთ, წულოკიანს არ შეეძლო, ან ბიძინა ივანიშვილს რომ მოსამართლეში დაერეკა და ეთყო რომ კაცი დაიჭაგრა და ეხლა გადაუწყვეტეთ საქმე. არა, ეს ხო შოუა. აქ ხომ მთავარია რომ მამუკა ხაზარაძეს მოკიდონ რაღაცნაირად ხელი და ჩირქი მოსხონ. ეს არის მთავარი. თორე ჩვეულებრივი ესე თქვა დავა რო იყოს სამოქალაქო დავა ან ესე თქვა სისხლის სამართლის დავა, ყველას გვეცოდინებოდა. გვეცოდინებოდა ერთი მხარეს იქნებოდა ბანკი. ერთ დღესაც ასე რომ დადგეს საქმე, ანუ მიხვალთ თქვენ იქნება თუ ვინც. რა თქმა უნდა, მე განვაცხადე კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად არც ერთ ჩვენ ასე თქვა ყოფილ კლიენტთან ან ასე თქვა სესხებელთან არანაირი სამართლებრივი ხელშეკრულება არ გამიფორმები არასდროს და ვერც გავაფორმებდი და აკრძალული მქონდა უფრო მეც გეტყვით. ეს არის გამიჯნული მენეჯმენტსა და სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარეს და სამეთვალყურო საბჭოს წევრებს შორის. მაშინ ამ პრინციპით ის 4 უცხოელიც უნდა დაიბარონ, რომლებიც წარმოადგენდნენ უზარმაზარი ჩვენი აქციონერების დირექტორებს ჩემთან ერთად, ხო? ეს ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ მივალ აუცილებლად მე დავწერე კიდევაც. აუცილებლად მივალ თუ დამიძახებენ, სამართლიანად დამიძახებენ თუ არასამართლიანად დამიძახებენ, სასამართლოში, მურუსიძის სასამართლოში მივალ, ძალიან ღიად და ყველას ვაჩვენებ, ესე ვთქვათ, რა არის რეალურად და რა ხდება. ხო, მაყურებელს შეუძლია მონიტორის იმ სიუჟეტის ნახვა, იქ კონკრეტული ეს აქვს ვერსია TBC-ის როგორც აღწერს თავად ლეონიძე მისი უფლებების დამცველი, ინტერესების დამცველი და ანუ კონკრეტული ისტორია. ბევრი ნახეთ, თქვენ უკაცრავად გაგაწყვეტინეთ, არსებობს რაღაც მე არ მინახავს ეს სიუჟეტი, არსებობს ვიღაცის თქვა. რატომ? მეგონა დაინტერესებული ვარ. 14 წელი, როცა კიდევ იმერო 14 წელი, როცა ქართული ოცნების პირობებში არანაირი სამართალი არ დადგა, იგივე მოსამართლეები უზით აქ. არ დავინტერესებული ვარ. ეს არ გამორიცხავს რომ ადამიანი უკანონოდ ყოფილიყო, თქვა რაღაც არა, იმიტომ რომ მსგავსი მცდელობები ჩემს წინააღმდეგ ჰქონდათ. ჰქონდათ სასოციალო იქ ელექტრონული სისტემა, კიდე იქ რაღაცა და მე ხო ეს გავიარე ყველაფერი და არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ემსახურება ერთ რამეს. იმიტომ რომ როდის დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ ამ თემების ამოწევა 5 წლის წინ, როცა პოლიტიკაში შემოვედი. მანამდე თია წულუკიანი სტუმრობდა ჩემ გაკეთებულ შატო მუხრანს და იქ ესე თქვა ჩვენ ვიყავით მასპინძლე. მანამდე ბიძინა ივანიშვილი ესე თქვა ხელს მართვოდა. მანამდე არ ხდებოდა ეს. მანამდე არ იყო ეს ხალხი დაჩაგრული? აი ხა მაყურებლის თვალში მე ანუ ჩემი სტატუსი არის ჟურნალისტი და მე ბრალმდებლად თუ მათ ან რაღაც ესეთ როლში არ გამოვდგები, მაგრამ მაყურებლისთვის მგონი აი ხა არ მინახავს სიუჟეტიო ბრძანეთ, იმიტომ რომ თეორიულად და ბევრის თვალში შეიძლება არ გამორიცხავდეს ის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ როცა დაინტერესება გაჩნდა, მაშინ წამოწიეს თქვა თქვენი თემა ერთი ეპიზოდი, მეორე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ თავის დროზე კონკრეტული მოქალაქე არ გამორიცხავს კიდე დიდი ალბათობით თუ ნახავთ მაინც იმ სიუჟეტს, იყო ესეთი უსამართლო და უკანონო მოპყრობა იმის გამო, იმ ინტერესების გამო, რაც გაჩნდა მის მიმართ, იმ ბიზნესის მიმართ, რაც მას ჰქონდა და ასევე ხო უფრო რა თქმა უნდა სამართლიანი სასამართლოს და ასე შემდეგ დამოუკიდებელი პროცესის შემთხვევაში მგონია რომ საინტერესო იქნება სინამდვილეში რა იყო. სიუჟეტებს და კომისიაზე რაღაცა წამოსული ფრაზებს კი არ უნდა დავეყვნოთ. უნდა მოხდეს განხილვა ადვოკატების თუ რამე ესეთი არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ კაფეოთ ვამბობ, რომ არც ერთ საქმეს არ გაურბივარ, არც ერთ საქმეს. კომისიაზე იმიტომ კი არ მივედი გუში რაღაც გამოვიდნენ ქართული ოცნების ამბავი, რომ ემალება და არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. მე არ მოდივარ, იმიტომ რომ თქვენ ხართ არალეგიტიმურები. მაგრამ მივალ, მიუხედავად იმისა, რომ მურუსიძის სასამართლოა, მივალ თუ ჩემს წინააღმდეგ კონკრეტულად რაიმე საკითხი არსებობს. პრობლემა არ არის და დაგანახებთ, რომ მაგაც ხელმოწარულები დარჩებით თავიდან ბოლომდე. ერთ თემას მინდა დავუბრუნდე, რაც ახსენეთ, რომ საკუთარი ტოტის მოჭრაზე და ბანკს არ და ესე ვთქვათ, ბანკს არ დაარტყესო ნაციონალური მოძრაობის პერიოდზე აღნიშნეთ და დღეს ასეთი შეკითხვა მაქვს, როგორ ფიქრობთ, დღეს ბანკს იმედომ კი არ დაარტყეს, რომ მამუკა ხაზარაძის ან ვიღაც გავიგე. ევრობანკი და სოფლიო ბანკი იყო ჩვენი აქციონერი და JP Morgan და BlackRock და დაანგრეოდა თავზე მთელი ეს რეფორმების ნარატივი.
აი ხო და ამ ზუსტად სწორად გავიგე ამ კონტექსტში როგორ ფიქრობთ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ბიძინა ივანიშვილისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა საბანკო სისტემის მდგრადობას ქვეყანაში დღეს რაღაც მომენტში შეიძლება არ გქონდეს კიდევაც პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ როცა დაინახა რომ მას შეუძლია პროკურატურის განცხადებებით ბანკს ამხელა ზიანი მიაყენოს რომელ ბანკშიც არის ჩვენი მოქალაქეების დანაზოგის 40%. ხო, ამაზე დგას 40% არ არის პატარა. და რატო ვერ ანგრევს იცით? იმიტომ რომ ეს არ არის ქართულ ბანკი და ერთი ადამიანის ბანკი. აი ეს ვერ გაითავისა. ამ ბანკს უძახის მამუკა ხაზარაძის ბანკს, ისე როგორც ანაკლიეს უძახოდა მამუკა ხაზარაძის პროექტი, ბორჯომს უძახოდა რომ მამუკა ხაზარაძე. მას არ ესმის პარტნიორობა და არ უნდა რომ დაინახოს რომ ამ ბანკში არის 10,000-ობით ჩვენი მოქალაქე აქციონერი და მფლობელი და ეს მე გავაკეთე, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, დიდ საქმეს ბევრი ადამიანის ინტერესის თანხმედრა ჭირდება და არის ამერიკის და ევროპის და მსოფლიოს წამყვანი კომპანიები აქციონერებად. ამიტომ აქ ცოტა მუხრუჭი აქვს. აქვს მუხრუჭი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ბანკზე დარტყმა გამოიწვევს ჩვენი ბანკი იქნება თუ საქართველოს ბანკი, რომელიც არის ორი სისტემური ბანკი და წარმოადგენს ამ ეკონომიკის თითქმის 80%-ს, ანუ ამ ორ ბანკში არის განთავსებული კონკურენტულ პირობებში. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მდგომარეობა TBC ბანკს არ მოუპოვებია, იმიტომ რომ ვიღაც რაღაც პროტექციონიზმი გაუწია. ჩვენ ნოლიდან გაზრდილი ინსტიტუცია ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ეს ინსტიტუტი, რომელიც ნოლიდან შექმნილი და არანაირი პრივატიზაცია არ გაკეთებულა როგორც სხვა ბანკების, მივახციეთ მსოფლიო დონეს და ლონდონის ბირჟაზე 250, ესე ვთქვათ, წამყვან კომპანიას შორის, ესე ვთქვათ, კონკურენტულად. ასე ამას აღნიშნავთ და ხო, სამართლიანადაც მე უბრალოდ აი დღევანდელ მე არ მიყვარს ხელშეწყობა რაღაც პანიკის დათესვის, უბრალოდ სიტუაციის გაანალიზება მინდა, რატომაც კითხეთ, რამდენად აქვს თქო მისთვის მნიშვნელობა ამ სისტემის მდგრადობას ქვეყანაში, საფინანსო სისტემის მდგრადობას. რამდენად არის ეს მისი ნამდვილი ინტერესების სფეროში, იმიტომ რომ აი არსებული სანქციების თუ მომავალში მოსალოდნელი სანქციების პერსპექტივაში თუ განვიხილავთ ხედავთ თუ არა საფრთხეს ამ სისტემისთვის ამ ბიზნესისთვის გნებავთ თუ ესე გაგრძელდა პოლიტიკური სიტუაცია და ყველა პარტნიორი რომელიც დღეს არ ესაუბრება ქართულ ოცნებას დაუკარგეთ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის განცხადებები კაფიოთ არის ასახული მათ დადგენილებებში რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში არალეგიტიმური პარლამენტია და გამოსავალი არის ახალი არჩევნები. თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, მაშინ უბრალოდ აქ ინვესტიციას არავინ არ გააკეთებს. ეს ორი ბანკი, რომელიც ლონდონის ბირჟაზე არის კატალიზატორი ქართული ეკონომიკის. თუ აქციების ფასი მატულობს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები ჯერ კიდევ დაინტერესებულები არიან. მაგრამ თუ ციფრებს გადავხედავთ, შაშანდელ ციფრებს, ნახავთ, რომ ერთი მხრივ 4 მილიარდი დოლარია შემოსული ჩვენი ემიგრაციიდან ქვეყანაში. და პირდაპირ ინვესტიცია, foreign direct investment რაც არის 1.3 მილიარდი. საიდანაც თითქმის 80% არის უკვე არსებული მრავალ წლის წინათ დარეგისტრირებული უცხოური კომპანიების რეინვესტიცია თავის კაპიტალში, ანუ ახალი ფული არ შემოსულა. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ გაქვს 4 მილიარდი ჩვენი მოქალაქეების გადმორიცხვა და დაახლოებით 400 მილიონი პირდაპირ ინვესტიცია. ეს არის კატასტროფული ციფრი. ამიტომ მე კითხვა სხვანაირად დაგისვათ, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოებისთვის. აი რა გახსენდებათ, რომ თქვა რომ გააკეთდა ესა და ეს და ამან გაამყარა ეკონომიკური უსაფრთხოება. მე მხოლოდ რასაც შემიძლია ვუყურო თქვა ეს არის სტატისტიკა, მე არ შევუდგები, ანუ ვერ გამიყვანთ ჩემებიდან შეფასებას. არა, პოლიტიკურ შეფასებებს ცხადია მე არ გავაკეთებ, მიუხედავად იმისა რომ ცხადია ჩემი შეხედულებები შეიძლება მქონდეს. მე უბრალოდ მინდა იმის თქვენი კომპეტენციის ამ შემთხვევაში არა როგორც პოლიტიკოსის გამოყენება იმისთვის რომ გავარკვიო რამდენად აქვს მნიშვნელობა ფინანსური სისტემის, საბანკო სისტემის მდგრადობას, ამ ბიზნესის მდგრადობას პირისთვის, რომელსაც სურს ძალაუფლების შენარჩუნება, რომელსაც სურს მეტი და მეტი კონტროლი ჰქონდეს თავის ხელში, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ქონება, სიმდიდრე, კაპიტალი ქვეყანაში. აი genuine არის, ნამდვილი ინტერესი თუ არის ეს მისი, უბრალოდ
რაღაცნაირად შეიძლება ჩავთვალოთ რომ ხავს ვეძებ რაღაც თვალსაზრისით რაღაც თქვათ მის მოქმედებებს ზღვარი რომ ჰქონდეს ან აკონტროლებდეს. ბუნებრივია მის ინტერესი შეიძლება პოლიტიკით მოჰქონდეს. რა თქმა უნდა ინტერესი რომ მან გააკონტროლოს ყველა ასე თქვათ კარგი ბიზნესები, რა თქმა უნდა ეს მის ასე თქვათ ხასიათია და მისწრაფებაში და ეს ზღაპარი რომ საქართველოში ფულს არ აკეთებს, მე მგონი ყველამ დაინახა რომ ფულს კი არ აკეთებს, თელ ბიუჯეტზეა მიერთებული და პირიქით ძარცოს საქართველოს ბიუჯეტს, აი იმ ოფშორების კანონით, ყველამ დავინახეთ, თუ რამხელა ფული ამოაცალა ქართულ ბიუჯეტს და სახელმწიფოს 240 მილიონი ერთ თვეში. ხო, და ეს ხო მარტივი ამბავია, ანუ როცა ფინანსურ სტაბილურობაზე ლაპარაკობ, პირველ რიგში შეუნდა იყო მაგალითი, რომ იხდი ბიუჯეტში შენ გადასახადს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს არ იხდის. პირიქით, იქიდან ამოაქვს ფული. თქვენ გახსოვთ, რომ პირველი რაც გააკეთა 2012 წელს, ჩამორთმეული ფული დაიბრუნა, თავისი ჩამორთმეული ფული, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით წაართვა ჩემ ინვესტორებს 80 მილიონი დოლარი, რომელიც ანაკლიაში ჩაიდო. ამიტომ ეს არის თამაში, სადაც გაუვა, რატო არ გაზდის ბანკებთან, რომ დაიმორჩილოს ეს ორი ბანკი? აი, ეს ნაწილი მაინტერესებს. იმიტომ რომ საერთაშორისო ბირჟაზეა, იმიტომ რომ ეს არ არის მამუკა ხაზარაძის ბანკი. მამუკა ხაზარაძემ შექმნა ეს ბანკი ნოლიდან და გახადა ჩემპიონი და უამრავი ესე თქვათ ინვესტირება გააკეთა ეკონომიკაში, ქართულ ეკონომიკაში და ახალგაზრდების გაზრდაში და ასე შემდეგ და მამუკა ხაზარაძესთან ერთად ამ ბანკის დამფუძნებელი არის 10,000-ობით, ხას უსვამ 10,000-ობით კერძო პირი და ასეულობით სოფლიოს წამყვანი კომპანიები და ვერ შედის ახლა, ვერ გააკონტროლებს სისტემა ესეთი დამოუკიდებელი დირექტორატის და ასე შემდეგ. მეც კი რომელსაც ეძახიან რომ მამუკა 5 წელი არანაირი შეხება ამ ბანკთან და მის მართვასთან არ ამაქვს. ვერც მექნება. ასე დავსვა მაშინ შეკითხვას თავის დროზე, როცა პირველი სანქციები გამოჩნდა, თუ არ ვცდები, მოსამართლეები იყვნენ პირველები. და შემდგომ უკვე სხვადასხვა ქვეყნისგან დაწესებული სანქციები და ასე შემდეგ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. მე მithქვამს ეთერში ეს ობიექტური არის, არა პოლიტიკური შეფასება, რომ ობიექტურად კი შეიძლება თქვათ პოლიტიკურად და რაღაც განცხადებები იკეთდებოდა, თქვათ ეს იწვევდეს ემოციურად ვიღაც თქვათ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ვინმეში კმაყოფილებას ან სიხარულსაც და ასე შემდეგ თulides პოლიტიკურ გამარჯვებად და გასაგებია ეს ნაწილი, მაგრამ მთლიანობაში თუ შევხედავთ, ცხადია ქვეყნისთვის დამაზიანებელია მთლიანობაში, როცა მისი ძალაუფლებაში მყოფი პირები, სხვადასხვა სახელმწიფო შტოს წარმომადგენლები, როცა არიან სანქცირებული. გარედან მომზირალისთვის და განსაკუთრებით და შემფასებლისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია პოტენციური ან არსებული ინვესტორისთვის, ხო? უკვე აქ მყოფი ინვესტორისთვის, ან ვინც შეიძლება ფიქრობდეს და დაფიქრდება, რომ აქ რაღაც არ არის. მიაღწია, ეს იყო მისი ამოცანა. როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს მაგნიცის სიაში და იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვისაც ესმის, რომ დაგუგლავსო საქართველოს საინტერესოა, ერთი ინვესტიცია არ შემოდის მეთქი, მინდა ხმამაღლა ვთქვა. არ შემოდის. არც ერთი სტრატეგიული ობიექტი ქვეყანაში არ აშენებულა. პატარა ხო ვიღაცა სასტუმროს ააშენებს 20 ნომრიანს, ეს არ არის სტრატეგიული ობიექტი. და ლაპარაკი იმაზე, რომ აქ ვინმე სერიოზულად ინვესტიცია გააკეთოს, სერიოზულმა კომპანიამ არის გამორიცხული. რატო? იმიტომ რომ Google-ში ნახავს, რომ არც უნდა Google-ი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის მაგნიცკის სიაში. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის საპატიო თავმჯდომარე ქართული ოცნების, არის დასანქცირებული სხვა ქვეყნის სამსახურისთვის, აგენტობისთვის. მოსამართლეები არიან დასანქცირებულები. გუშინ გერმანიამ 9 ადამიანი დაასანქცირა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ნახავს, რომ კრიზისია ქვეყანაში და არ აღიარებენ მეგობარი აქტი შევიდა გუშინ ნახეთ და გუშინ კომიტეტმა დაამტკიცა რატო უნდა ჩადოს საქართველო, რითი გამოირჩევა საქართველო. ეს არის ამოცანა. მოდით აი ძალიან თუ გნებავთ, მოდით ეს თემა გავშალოთ. ეს არის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის, რომ ჩვენ ესე თქვა წარმატებული ქვეყნიდან გავხდეთ და გაგხადა უკვე მაჩანჩალა ქვეყნად, რომელიც რეგიონში არანაირ ფუნქციას არ წარმოადგენს. არანაირ სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩვენ ჩართული არ ვართ კავკასიაში, არანაირი არქიტექტურა უსაფრთხოების ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია და არც მიდის ამაზე საუბარი, არათუ არ გააჩნია. საუბარი და ქმედებაც არ მიდის. ეგრეთ წოდებული პრემიერი დგას ჰეზბოლასთან და ირანში და ამერიკას სიკვდილი და ებრაელებს სიკვდილი და ესწრება მას ორჯერ ერთვის განმავლობაში.
მეტი გავაგრძელო ეს. არა, ეს ყველაფერი ხო, მნიშვნელოვანია ხო ახსაწერად, მაგრამ უბრალოდ მე რომ ვიყოთ ხო და ესე ვთქვათ, მის როგორ თქვა, მისი იგივე მოცემულობა რომ მქონდეს, ვთქვათ, გულისხმობ ქონებას, გულისხმობ ამ ინტერესებს და ამ შემდეგ გაყენებულად რომ ავიღოთ, კარგით ესე. ადამიანი წესით მის ინტერესში უნდა შედიოდეს. საკუთარივე ვთქვათ მის დასაცავად და დაცულობისთვის სულ პირიქით, სულ სხვაგვარად განვითარება ქვეყნისაც და ქვეყანაში პროცესებისაც. იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ხარ და მას ესეთ გარემოში არ უცხოვრია. მას ნორმალურ ადამიანებში და ნორმალურ დემოკრატიულ გარემოში მას არ უცხოვრია, მან სხვა არ იცის. მან იცის როგორ წაგლიჯოს ვიღაცას, თან წაგლიჯოს არა ესე ვთქვათ დამოუკიდებლად არამედ სტრუქტურების დახმარებით. გაიხსენეთ რა მისი ინტერვიუები რომ პირველი რაც გააკეთა სპეცნაზის დაფინანსება დაიწყო. სპეცნაზი რაც ჩადიოდა რუსეთში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? მასკის შოუ ხო გვახსოვს? აი ეს სპეცნაზია. მასკის შოუ არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. ამას თვითონ ამბობს ინტერვიუში. და აქაც რას აკეთებს? აქ ხავს ხარება და მისი ბიჭები დაფინანსებული და როცა საჭიროა ქუჩაში გამოიყვანს და როცა საჭიროა ბაჩიაშვილის ნაერ ესე ვთქვათ кейსში 11 წელს მიუსჯის, იმიტომ რომ მან არ დაუთმო სამართლიანად არ დაუთმო ის რასაც ბიძინა ივანიშვილი წართმევას უპირებდა. ესეთი მაგალითები არსებობს. და ამიტომ კიდევ მეორე ერთი რამე უნდა ვთქვათ, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით მისი მოქმედება გაცილებით ფილიგრანულია დიდ ბიზნესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ისე ეუბნება რომ დაუძახებს კი არ წაგართმევ, მოდი ვითანამშრომლოთ რა. მე ტენდერს მოგაგებინებ, ტენდერის რაღაცა ნაწილი მე ჩამირიცხე და აი ესე და ბიზნესი საქართველოში არ არის სამწუხაროდ თავისუფალი, გარდა იმ ხალხისა, რომელიც პატარა საშუალო ბიზნესს აკეთებს და რამოდენიმე მსხვილი ბიზნესი. სამწუხაროდ მე ყველას ვიცნობ და შეიძლება არც ვამტყუნებ, მაგრამ ამ მოცემულობას არ ვამტყუნებ, მესმის მათის, მაგრამ ნახეთ როგორ არის, ეს ხო განვითარების ბოლო სტადია. მათ უნდა იცოდნენ რომ როცა ეს მათი ეს კოლაბორაცია წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეგზისტენციალურ საკითხთან და უკვე არჩევანი გასაკეთებელი. ეხლა ყველა ქვეყანაში პოლიტიკა და ბიზნესი რაღაცა ლაგდებიან და რაღაცა ამბავია, მაგრამ ეს დალაგება ეწინააღმდეგება შენი ქართული მომავლის საქართველოს სახელმწიფოს შენი შვილების თავისუფლებას. ამიტომ აქ უნდა გააკეთო არჩევანი. და ამიტომ არის მე იმაზე რომ საუბრობ ირაკლი რუხაძეს დეგრადირება მოხდა აი ჩემ თვალწინ. მე მას ვიცნობდი როგორც ესე ვთქვათ წარმატებულ მენეჯერს სხვათა შორის. უცბად ეს ადამიანი გახდა მფლობელი ძალიან დიდი კომპანიების და აღმოჩნდა რომ ეს გამოდის ახლაც წარმატებულია რა. არა ნახეთ და მფლობელი გახდა წარმატებული მენეჯერი და წარმატებული მფლობელი მულტიმილიონიანი ქონების არის ორი სხვა რაღაცა. ნახეთ მე თუ მომცემთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ეს არანაირი პიროვნული ამბავი არ არის აქ რა, იმიტომ რომ მან სისტემის ნაწილი გახდა. ნახეთ და ეხლა ლონდონის სასამართლო გააკეთა არჩევანი, ლონდონის სასამართლო მას მიუსაჯა პარტნიორების მოტყუებისთვის 170 მილიონი დოლარის გადახდა. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. ეს დავა მიდიოდა 6 წელი. ვინც მოიგო, ის ჩემი პარტნიორია, მე მას ვიცნობ, ჩემი რეკომენდაციით მიიღო იმან და ბადრი პატაკაჩვილმა ირაკლი რუხაძე თავის დროზე ამ კომპანიაში. ხო და უცბად ეს ადამიანი მენეჯერობიდან გახდა მაგთის მფლობელი რაღაც ნაწილის, იმის რა ქვია, მეტალურგიulis, ცემენტის, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ვინც თავისი შრომით აღწევს, მაგრამ თუ პარტნიორს პარავ და ამას ბურუსის სასამართლო კი არა, ლონდონის სასამართლო გიმტკიცებს, ხო? ეს ერთი ფაქტი. მეორე ფაქტი, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი გახდა სისტემის ნაწილი, ამერიკული პასპორტი უდევს ჯიბეში და რუსულ პროპაგანდას ეწევა მისი ტელევიზია. რუსულ პროპაგანდას და ესე ვთქვათ, ბოლო 1 წელიწადში მამუკა ხაზარაძეზე 250 სიუჟეტი გააკეთა. პრობლემა კი არ არის, მაგრამ ერთხელ მაინც ხო უნდა 5 წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც ხო უნდა მიიწვიო მამუკა ხაზარაძე შენ ტელევიზიაში, რომ ათქმევინო იმასაც რაღაცა, ხო? ბოლო-ბოლო სიკვდილ მისჯილსაც კი აეუბნებიან, ბოლო სიტყვა თქვიო, ხო? არა, იმიტომ რომ ის ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა გახდა და მისი ამოცანა არის, რომ ამ სისტემას მიცეს, ამიტომ არანაირი დათმობა არ იქნება პირდაპირ ვეუბნები ირაკლის. იმიტომ რომ მან აირჩია გზა, მან აირჩია ეს დამღუპველი და მოღალატეობრივი გზა, ის ამუშავებს ესე ვთქვათ ამ მის ტელევიზიას პროპაგანდაზე,
ამიტომ ყველაფერი მოდი ღია ვთქვათ რა. შენ ტელევიზიაში მოვალ და ვისაუბროთ. სად მიყავს შენ იდეოლოგიას, უბრალოდ ბიზნეს ტელევიზიაში შენ რო ხარ ჩამოფარებული, ეს ქვეყანა, რომელსაც სამწუხაროდ ყავს დიდი მაყურებელი. ბადრი პატარკაჩური აბა ტრიალებს საფლავში. შენ რო ესეთ რაღაცას აკეთებ რა. მაგრამ ყველაფერს თავის წერტილი დაესმება. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არ არის ბიზნესზე, ღმერთმა გაგიმარჯოს, ღმერთმა გაგიმარჯოს შენ თუ რამეს გააკეთებ, მაგრამ შენ ჩემი შვილების მოწამვლით ახარ დაკავებული და ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლით ახარ დაკავებული შენი ტელევიზიით. და ამ სისტემის და რუსული პროპაგანდის ნაწილი ხარ. ან ეს ამერიკული პასპორტი ამოიღე და გადაგდე და თქვი რომ რუსული პასპორტი გაქვს ჯიბეში. ან თქვი ვინა ხარ, ესე არ გამოეხარ, თან კაი ტიპი ხარ, ხან აქ მოდიხარ, ხან იმას რადიო თავისუფლებას ვიყიდი რომ გადაფარო შენი 170 მილიონი. ეგრე არ გამოვა რა, მაგ პროპაგანდით შენ შორს ვერ წახვალ. პირდაპირ გეონები შენ ბიზნესთან ერთად. დიდი ბოდიში ეს გზავნილით როგორ გახვედით სტუდიიდან და ელაპარაკებოდით ირაკლი რუხაძეს. იმ განცხადებას რაც შეეხება ცხადია ხო სერიოზულად იმის აღქმა თეორიულადაც წარმოუდგენელია რადიო თავისუფლებას რაც უკავშირდებოდა და მან თავად იცოდეს რისთვის გააკეთა ეს და ამ არჩევანზე როცა ვლაპარაკობთ ბიზნესის არჩევანზე ახლა ვისაც მიმართავდით ის ერთადერთი არ არის ვინც ასეთი არჩევანი სისტემის ნაწილიო ბრძანეთ ის არ არის მარტო დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მოგცემ საშუალებას რომ ასე თქვა თუ მიმართვას ჩათვლით მიმართვის ფორმას საჭიროთ სხვა ბიზნესებისთვის სადამდე მაღალ მატერიებს სამშობლოს მაღალ მატერიებს უძახით სარკაზმის და ირონიის გარეშე ვამბობ ამას ცხადია სამშობლოს შვილებს მომავალს რაც შეეხება ამის მიღმა არ ვიცი თუ ასე არსებობს ცალკე იზოლირებულად ბიზნესი და ეკონომიკა ჩემი ხედვით არ არსებობს მაგრამ რა ეტაპამდე მუშაობს სისტემის ნაწილად ყოფნა სუფთად მერკანტილური თვალსაზრისით ბიზნესისთვის დიდი ბიზნესებისთვის რომლებიც ხშირად ამის მეტი რა გვინახავს უწყვეტად ეწყობოდნენ სხვადასხვა ხელისუფლებებს ძალაუფლებაში მყოფებს და თქვენც კითხავთ რადგან 90-იანებიდან მოდიხართ და სამწუხაროდ ვერ მოვასწარეთ თქვენი წიგნის წაკითხვა სრულად მხოლოდ ფრაგმენტები მოვასწარე გუშინ საღამოს თავად თუ ყოფილხართ ჩაგითვლიათ თუ არა რამე ეტაპზე რომ სისტემის ნაწილი ხართ სხვა არჩევანი ან არ გქონდათ ან ჩათვალეთ რომ ასე ჯობდა და ასე შემდეგ ორმაგი შეკითხვა მე მახსენდება როცა ურთიერთობა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან ერთი ძალიან ის რომელიც ჩამრჩა გონებაში მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და მის სასახლეში გთხოვა ბიზნესმენებს ასვლა დემოგრაფიულ საკითხზე რაღაც ფონდი იქნებოდა და იქნებ ამაზე დავისაუბროთ. და მე ასული ვიყავი და მე რაღაც შესვენების დროს გარეთ გამოვედით ეს მის ტერასაზე და თბილისს უყურებთ. და მომიტრიალდა მარტო ვარ და მომიტრიალდა და მითხრა რომ აი სულ გაკვირებული ვარო და გაკვირდებიო რომ ამ არეულობაშიო, ამ კატასტროფაშიო როგორ მოახერხეო ამ ბიზნესების აწყობა. და მე მივხვდი მის კითხვის შინაარს. იმიტომ რომ მისი მენტალობა ბიზნესის და საქმის კეთების და ჩემი მენტალობა არის რადიკალურად ურთიერთსაწინააღმდეგო. და მას უნდა გაეგო რომ რაღაც მომენტში მე ან შევარდნაძესთან, ან სააკაშვილთან, ან რაღაცა მქონდა გარეთ. მე უთხარი რომ მეთქი გამიმართლა რომ პირველივე დღეებიდან როცა დავიწყე ბიზნესი ძალიან მაგარი საერთაშორისო პარტნიორები გამომიგზავნა ღმერთმა და მას მოყვა დიდი საფინანსო ინსტიტუტები, მოყვა ძალიან დიდი კორპორაციები და არც ერთი ბიზნესი მარტო მამუკა ხაზარაძის რაღაც 100%-ია და ეს არ გამიკეთებია. მე ძალიან ბევრი უბედურება გადამხვდა თავს, ამ წიგნშიც არის აღწერილი, ავიცი არ მინდა ამ თემას გამეორება, სიმართლე გითხრათ, ძიმია ჩემთვის ამ თემის გამეორება, იმიტომ რომ ჩემ ოჯახის წევრებს ეხება, მაგრამ არასდროს არც ერთ ჩემ ბიზნესში არ ყოფილა არც ერთი პროცენტით რომელიმე ჩინოვნიკი და არასდროს ქტამი არ გადამიხდია. ეს იყო ძალიან ძიმე გადაწყვეტილება, არც მხედრიონის დროს, არც საგადასახადო ინსპექციის მიმართ და არც შემდეგ. ორი რამე მაძლევდა ამის გაკეთების საშუალებას. ერთი რომ მე ვერ გადაუხდიდი ქტამს და ვერ დავისვამდი ვიღაცას თავზე, როცა 1993 წელს რეკლამა გავაკეთე, რომ TBC ჯგუფი არის თეთრ ბიზნესში, ამით
თითქოს მესეჯი გაუგზავნე გარე სამყაროს კრიმინალებსაც და ბიუროკრატებსაც, რომ პატიოსნად მუშაობთ და ნუ მოხვალთ აქ, რომელმაც არ გაძლო დიდი ხანი, მაგრამ მეორე არის ის, რომ ამას მიმაგრებდნენ ჩემი საერთაშორისო პარტნიორები. მე ამის სურვილიც რომ მქონოდა, ეს ორი თანხმოვედრა ძალიან გულწრფელად ვამბობ, ამ ორმა თანხმოვედრა მე მომატანინა დღევანდელი დღე, რომ ვარ დამოუკიდებელი, არავის ვალი არ მაქვს და არავინ არ ყოფილა ჩემი, ესე თქვათ, ბრძანებელი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ჩემთვის თავარი, ამას ერთი სიტყვით ქვია თავისუფლება. და მე თუ ამ თავისუფლებას ვინმე ძალით შემიზღუდავს, ეს არ ნიშნავს, რომ მე თავისუფლებას თავს დავანებებ. გამორიცხული მომენტია. სანამ სული მიდგას, პირში მე ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების არჩევანი და მე ამ პრინციპით ვზრდით ჩემს შვილებს. და ამიტომ დგავარ მე იმ 55 თავისუფალი ადამიანის გვერდში, რომლებიც დღეს არიან დაპატიმრებული, იმიტომ რომ ისინიც თავისუფლებისთვის არიან დაჭერილები. მათ შორის ჩვენი პარტიის ორი წევრი, რომლებიც აბსურდულად არის დაჭერილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მარტივი ახლა კიდევ მეორებ ბევრი მესეჯი მოდის, რომ ამუკა რატო აკლავ ამათ თავს და რა გინდა და წადი ისიამოვნე და ამდენი შესაძლებლობა გაქვს და ასე შემდეგ და ნუ კიდევ ვინცაც არ ესმის რატო ვარ აქ. ნუ ეს მისი პრობლემაა, მაგრამ აი ხა მაღალ პატრიოტული ამბავი ახსენეთ რა და მე სულ ყოველთვის ამომდის ხოლმე ჟიული შარტავას ამბავი. აი ძალიან ძიმეთ ამაკ ეს ჩარჩენილი გონებაში. შეეძლო რა. მისი დასასრულის ამბავი. შეეძლო მას. და ერთი სხვა ქართველის მასთან ერთად. იგივე ანწუხელიძის. აი ყველაზე ბოლო რო ვთქვა. არჩევანის ამბავია. ხო, მაგრამ ერთი არის მენტალობის საკითხი და მეორე არის რომ კონკრეტულად შენი მენტალობით რაღაც რეალობაში აღმოჩნდები, აქ ძალა ახსენეთ, იძულება ახსენეთ, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს და ამიტომ გკითხეთ შესაძლებელია რომ რაღაცის გამო, ვიღაცის გამო კონკრეტული საფრთხების გამო რაღაც კომპრომისზე წახვიდე. ნუ არ წავედი, ნინო, ეხა არ ვიცი, შეიძლება ჩემზე ჭკვიანია ვიღაცა, მაგრამ არ წავედი, მე მახსოვს, როცა კიდევ მე 50 დღეს სახლში დამიერეკეს ჩემი ოჯახის წევრის ასე თქვათ გადასახადის გადახდა პირველად ვამბობ ამას დიდი ბოდიში მე წიგში მეწერა და მე გადავწყვიტე რომ არ ამომეყო იმიტომ რომ ძიმია შეიძლება ჩემი უულას ეწყინოს ეხლა რაღაც ვამბობ მაგრამ როცა 50 დღეს ჩემი ოჯახის წევრი როცა იყო წასული და წაყვანილი და მოტაცებული 90-იან წლებში და იქაც ხელისუფლება და კრიმინალი იყო ერთად და არ იყო ეს მარტო კრიმინალი ტელეფონი უნდა ამეღო ეს გამტაცებლები საუბრობდნენ მარტო ერთ წუთს რომ ესე თქვა რაღაც პრინციპია რომ ერთი წუთის მერე რაღაც აღმოჩენა შეიძლება თუ რაღაცა და მე მახსოვს ირინამ როგორ აიღო ტელეფონი და თქვა რომ აქ მეორეჯერ არ დარეკოთ და დაკიდა და მე გავოგნდი იმიტომ რომ მაინც რაღაცა ძაფის შენარჩუნება მინდოდა სიმართლე გითხრათ და დაკიდა და თქვა რომ ამ კრიმინალებთან ჩვენ არანაირ გარიგებას არ გავაკეთებთ იმიტომ რომ შვილები გვეზდება და ეს იქნება ეს იყო კიდევ ერთხელ არჩევანი რა იდოს ასწორზე ვინ რა ნუ ვერ გეტყვით ჩემი ოჯახის დასრული წევრი ეთინი ხო ცხადია ხედავ რომ არ გსურთ მეტის თქვა და გაგრძელება და მინდა ისე მოდით ისე იმას მიუბრუნდები რა მიმართვაზე როცა ვთქვი ხო როგორმე რაღაცა მესმის კი არა გავაგრძელოთ კი ბატონო სად არის თქო ზღვარი როცა ის მერკანტილური ინტერესი ზარალად იქცევა ბიზნესებისთვის სისტემის ნაწილად ყოფნის რეჟიმში დღევანდელობას რომ მივუბრუნდეთ აი შეგიძლიათ მეთქი მიმართვის ფორმით ჩათვლით მე როცა ბიზნესში ვიყავი ხო არავის ჭკუას არ ვასწავლი და არც ეხლა არ მიცოთ ჩემ თავს უფლებასო ვიღაცა ჭკუა დავარიგო უბრალოდ მოცემულობა როცა მეტნაკლებად ბიზნესის სტაბილურობა არის და ასე შემდეგ ყველას თავის არჩევანი აქვს ზოგს გრთამის გადახდა ურჩევნია იმიტომ რომ რაღაცა არასწორად აკეთებს და იმიტომ იხდის ხო ყველაფერს თავის სახელი და სწორად თუ აკეთებ რატო უნდა გადაიხადო ხო რაღაც არ ვიცი შეიძლება ადვილად ხო შეიძლება პატრონის ზებნაშია ესაც არათავისუფალი ადამიანის არჩევანია მაგრამ მე ვფიქრობ დღეს არჩევანი
ბიზნესის დავალაგებ და ხელისუფლებასთან ახლოს ვიქნები, ამაზე არ ვსაუბრობთ ჩვენ დღეს. ამაზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. იმიტომ რომ ვერც მომავალში სად იქნება ეს ხალხი, მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, როცა ჩვენ ერთ ოთახში ვივიწყებდით მუშაობას 90-იან წლებში, ქარხნების მფლობელები იყვნენ და ყველაფერი კარგად ხონდათ. ზოგს წითელი დირექტორი ერქვა და ზოგს უზარო. მე ამ ქვეყანაში არაფრის პრივატიზაცია არ გამიკეთებია. არაფრის. ერთ-ერთი აუქციონი, ლისტის აუქციონი, რომელზეც მთელი საქართველო უყურებდა. არაფერი მე არც ერთი ხელისუფლების დროს, არც ბორჯომი, არც არაფერი. ბორჯომი ცოტა შორის, როცა ლაპარაკია, ვინ მიყიდა რუსოს ბორჯომი, ირაკლი რუხაძემ. როცა ცხონებული ბადრი პატარკაჩული გარდაიცვალა, მას ჰქონდა მართვა და საკონტროლო პაკეტი მიყიდა რუსებს და მაშინ დავტოვე მე ბორჯომი. ამდენი ნაწვალები და ამდენი ესე თქვა აშენებული, რომელიც ისწავლება დღეს ჩემი გაკეთებული და ჩემი თანაგუნდელების გაკეთებული ბორჯომი დღეს ჰარვარდში ისწავლება უკვე 25 წელი. თქვენი და ბანკის, ეხლა იცით რომ AMD-ზე სოფლიოს წამყვან ბიზნეს სკოლაში ისწავლება ბანკი. ორი кейსი, ორ საქართველოსდან ჩვენი გაკეთებული ისწავლება სოფლიოს ორ ყველაზე მაგარ ბიზნეს სკოლაში. ხო, ამიტომ თქვენ დეპუტატების დებატები იქნებოდა მეთქი საინტერესო. სადებატო კი ბატონო, მის სიამოვნებით იმედის ეთერში, რომელშიაც ერთი წუთიც ვერ მივახციე, რომ ესე ვთქვათ, მივსულიყავი, სიამოვნებით გავესაუბრები არა მარტო ირაკლი რუხაძეს, არამედ მის უკამდგამ დგომ, ესე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანას მიათრევენ რუსეთისკენ. სიამოვნებით. და აი როდემდე რჩება თქო დალაგებულობა სისტემის ნაწილად მყოფი ბიზნესებისთვის. შესაძლებელია რომ ისინი როგორ ვთქვა სწორად იქცევიან ძალიან კაი კითხვა. მე ვფიქრობ ეკონომიკური თუ არ ვიცი რა უწოდა. დღეს ბიზნეს არ აქვს არჩევანი. მოდი კონკრეტულ ბიზნესებზე ნუ ვილაპარაკეთ. დიდ სურათში დავინახოთ. დღეს ბიზნეს დიდ საშუალოს არჩევანი არ აქვს გაჭირვების შემთხვევაში ან დავის შემთხვევაში სადიპოვოს სამართალი. ამიტომაც ეძებს ვინც დაულაგებს. ხო. იგივე არის საქართველოს რიგით მოგალახეს. ო ვიღაცა ნებდება 5000 ლარიან ჯარიმას, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი არ აქვს და სამართალს ვერ ნახულობს, ტროტუარზე იდგება თუ ასე შემდეგ. სულ ერთია. და ბიზნესი უფრო რთული ამბავია, ხო? რატო? იმიტომ რომ უამრავი ხალხის პასუხისმგებლობა გაქვს, ოჯახები, ხელფასები, სამუშაო ადგილები. ამიტომ ბიზნესი ეძებს, სად შეიძლება დაალაგდეს და ამ კომპრომისზე მიდის. შეიძლება ძალიან არ უნდა ყველას, მაგრამ ამ კომპრომისზე მიდის. სად არის გამოსავალი? ხო, სად თავრდება? ხეირი სად მთავრდება? ხეირი მთავრდება, კი არა, სად თავისუფლდება და როცა თავისუფლდება, იქ ესეთი ხეირიც მთავრდება. მივხვდით, ხო? ანუ ყველას რო ჩახედოთ და გამოკითხვა ჩაატაროთ, ყველას ურჩევნია რომ აქ იყოს საერთაშორისო ტიპის არბიტრაჟი ან სასამართლო არ არის და არ იყოს ერთმართველური სისტემა. როგორც კი იქნება კოალიციური მართლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მინისტრთან ვერ დაალაგებ, იმიტომ რომ ეს მინისტრი შეიძლება იყოს ამ პარტიის, ის მინისტრი შეიძლება იყოს იმ პარტიის. ამიტომ ეს თემა მოიხსნება და ავტომატურად დღება დღის წესრიგში სამართლიანი სასამართლოს შექმნა. აი ამ შემთხვევაში ეს ბიზნესი განთავისუფლდება ერთხელ და სამუდამოდ და აქ დაიწყება მართლა ამ ქვეყნის აყვავება. აყვავება დაიწყება. გამერწუნეთ. თუ კი ასე მოხდება, უნდა მოხდეს, ჩვენ დღეს ხედავთ არჩევანს, ხომ საპროტესტო აქციების უფრო პირველ ეტაპზე დაიწყო ეს და მოხდა free business-ის პლატფორმა, როცა შეიქმნა და გვახსოვს იქ ვინ თქვათ მოაწერა ხელი იმ პოზიციას, ვინ თავის შეკავება აირჩია და ასე შემდეგ. ფაქტია, სურათი ასეთია, რომ გაყოფილია ბიზნესი ამ ერთმა აირჩია ერთი გზა, მეორე აირჩია მეორე გზა. და ამიტომ ხო კითხეთ მესმის, რომ ხო ესე ვერ ურჩევთ და ყველას თავთავისი არჩევანი და პასუხისგებლობა აქვს. ახლა რა როგორ ურჩევ ნინო, ვეუბნები რომ ეს გზა ამ რაც არჩეული აქვს ამ ხელისუფლებას ვისთანაც ეს ბიზნესები არიან დაალაგებულები ეგრეთ წოდებული. ამ ქვეყანას სხვაგან მიათრევს. ეს არის თავარი გზავნილი. მაგრამ გამოსავალი რა არის? გამოსავალი ხონდა შესთავაზო ადამიანს. გამოსავალი არის ახალი არჩევნები, კოალიციური მთავრობა და ევროპის გზაზე სასწრაფო დაბრუნება. რომ თქვენი ბიზნესები გავიდეს ქვეყნის გარეთაც
და მოახდინო ქართველები ნიჭიერესი ხალხი ყავს ბიზნესში. ხო, მაგრამ გავიდეს დალაგებული ამ გადაწყვეტილების მიღებთან, ბიზნესი ვარ, სხვა ბიზნესს წარმოადგენდა. უნდა გამოვაცალოთ ეს, ამაშია საქმე. უნდა გამოვაცალოთ. დამლაგებელი, კარგი ოსტატი. კი, უნდა გამოვაცალოთ ეს, არა მარტო თითოეულ ბიზნესს, არამედ სისტემას უნდა გამოვაცალოთ და გამოცვლის საშუალება რომ აღარ იყოს ეს დალაგება, არის გადატვირთვა ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური გადატვირთვა და გადატვირთვაში იგულისხმება ის რომ აღარ იყოს ერთმართველური მართვა, ერთი პარტიის მართვა და ჰეგემონია. ეხლა გუშინ ხომ ისეთ სიგიჟეები თქვენ საერთოდ. რომ ოპოზიციური პარტიები უნდა აგრძელოთო. დიახ. და ამას მაგარია ხო ანუ ბელარუსია იქნება მოსაგონი ამ ქვეყანაში თუ ჩვენი თითოეული მოქალაქე არ გამოვა და არ იტყვის რომ იცი რა ეხა ყველაფერს თავის საზღვარი აქვს ხო დიდი ხანის წინათ ქონდა უკვე ზღვარი ამას ყველაფერს მაგრამ ეხა რობოტი კობახიძის დონეზე როგორ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს და ისა კლერკი დინარაძის დონეზე რომელიც ეს წარმოუდგენელი რაღაცა რა დღეში ჩავარდა საქართველო ამათ რა დღეში ჩავარდა ხო და ამ ზღაპრებს რომ კიდევ ვიღაცების ჯერათ ამ ზღაპრებს კიდევ ვიღაცების ჯერათ და ნუ არ არის ეს ჩვენი ქართული ხალხის არჩევანი. ქართული ხალხის არჩევანი 85% სტაბილურად არის ევროპა. იმიტომ რომ პარტნიორები გჭირდება, დაცვა გჭირდება, ინვესტიცია გჭირდება, ნორმალური ხელფასი გჭირდება, ნორმალური პენსია გჭირდება, დიდი ინვესტიციები გჭირდება, სამუშაო ადგილები გჭირდება. ხალხის დეპორტაცია დაიწყეს უკვე ევროპიდან. არ არის ეს ნიშანი, ჩვენი გერმანი მეგობრები არ იყვნენ, გერმანელები რამდენი რამე აქვს დაფინანსებული. გერმანიის სახელმწიფო ბანკი იყო, რომელიც ნომერ 1 პირველი შემოვიდა საქართველოში DG და ჩვენი პარტნიორი იყო, მე მგონი დღემდე ჩვენი პარტნიორია. ხო? რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული? რამდენი რამ აქვს დაფინანსებული? და დღეს შენ მოქალაქეებს გიგზავნის თვითმფრინავით უკან. ამას მოყვება საფრანგეთთან, რამდენი ადამიანია და გაჭირებული ადამიანია ხა იქ წასული ლუკმაპურის საშონელად და რამდენი ავანტყოფია იქა წასული. და ამ პარტნიორებთან შენ გადაკეტე ყველაფერი და თან აგინებ დილიდან საღამომდე? ამიხსენეთ, ეს არის ქართველი კაცის ჯერ, მოდით პოლიტიკას დავიდავანებოთ. ეს არის ქართველი კაცის ბუნება, რომ გეხმარება 30 წელი და მე მოდიხარ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შენი თავი გადაერჩინო, შენი ფულები გადაერჩინო, აგინებ იმას, ვინც 30 წლის განმავლობაში შენ გეხმარებოდა? დავანებოთ პოლიტიკას თავი. არა, ეხლა ზუსტად პოლიტიკის ნაწილში მინდოდა შესვლა ვერ დავანებებ. დაუბრუნდეთ პოლიტიკაში. ხო, მე მესმის რომ და ჩემი შეკითხვების ბრალიც იყო ის რომ ამდენ ხანს ვილაპარაკეთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ამაზე დგას ნებისმიერი პოლიტიკა და ბევრი ძალაუფლებას და იმიტომ მინდოდა თქვენი ანალიზი მომესმინა ამაზე. მაგრამ პოლიტიკის ახალ რომ გავცდეთ ამას და სხვათა შორის ბოლო ხანს რასაც გისმენთ პოლიტიკოსებს სხვადასხვა ლიდერს უდიდესი ნაწილი თუ 100% არა არის რეალურად სიტუაციის აღწერა ანალიზი და აი რომ არის ეს გეგმა ვიცი ეს თემა რაღაც თქვათ გეგმა სად არის და ასე შემდეგ მოქმედებით მაგრამ საკუთრივ აი პოლიტიკოსის საკეთებელი საქმის ნაწილი რაც არის იქ არის დიდი დეფიციტი და ვაკუუმი და ეს ჩანს დღეს გუშინ ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა აი დღის წესრიგის შემქმნელს დღეს ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში რომ დღის წესრიგს ქმნის ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება როგორც უნდა აფასებდეთ ამას რა მიზნებზეც არ უნდა ლაპარაკობდეთ შემდეგ ხდება ამაზე რეაქცია და როგორ თქვა თლიანობაში როცა სურათს უყურებ რაღაცნაირად არ ჩანს რა დევს რა წონადევს მეორე პინაზე მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ცალკე პროტესტის პროცესს რომელშიც არიან მოქალაქეები არამედ გულისხმობ ამას უკვე პოლიტიკურად ხორცშესხმულს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიზნესშიო მთავარი არის ბიზნესის წარმატებისთვის ვიციო, წარმატების ფორმულა ეს არის იდეის გარშემო გაერთიანება ადამიანებისო. და შემდეგ ამ იდეას ემსახურები ხორცს ასხამ და მოგწონს თუ ავითარებ თუ რაღაც ეძებ მიზეზებს. აქ თქვენ გაქვთ ცოდნა. პოლიტიკაში პოლიტიკის წარმატების ფორმულას ვერ მიაგენით ჯერ. მე კი მივაგენი, მაგრამ სამწუხაროდ მისი კულტივირება თუ მასზე იმ მასშტაბით აყოლება ვერ მოახერხე, გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ მე
ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ამის ავანგარდში იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი და ეხაც მონდომებით, მოთმინებით ველოდები, რომ ჯერ კიდევ ის დრო არ არის გასული, რომ მას ეს ლიდერშიპი აეღო იმ 4 კოალიციასთან ერთად, რომელთა შეკრებები და რაღაცა საკითხები გაკეთდა, მე გუშინაც თქვი, დასავლეთის ფრონტზე ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მისი ჩართულობითაც და ამ 4 კოალიციური პარტნიორობითაც, მაგრამ შიგნით ჩვენ აი ეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა, პოლიტიკური წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა დაგვაგვიანდა. მე სხვა სცენარი არ მომისმენია, რაც მე შევთავაზე საზოგადოებას და ამ პოლიტიკურ პარტიებს, ორი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ მე ეს მინელდა. რატომ მინელდა? რის გამო ჩვენ მიზნის გამო არ არის, არც ვისკენ ვინმესკენ ხელს გავიშვერ, იმიტომ რომ ჩემთვის თავარია მიზანი იყოს და არა ის, რომ ესე ვთქვათ, ვინ რა მოქმედებაშია იმ მომენტში. დარწმუნებულია, რომ ყველა მიხვდება, რომ აი ახლა განვითარებული მომენტები აუცილებლად გამოიწვევს კონსოლიდაციას. თუ არ გამოიწვევს კონსოლიდაციას ოპოზიციურ ფლანგზე, იქნება ძალიან დიდი გულის გაცრუება ყველა ჩვენი მილიონიანი ამომრჩევლის, რომელმაც მანდატი მოგცა გაგვამარჯვებინა და შესაბამისად ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ 4 კოალიციური პარტიის გარდა უცხოეთში მუშაობისა, შიგნით ერთად დასხდომა პრეზიდენტთან ერთად და დღის წესრიგის შექმნა. ლოგიკურად ახლა ჩნდება კითხვა, რატომ მოხერხდა ეს დასავლეთის ფრონტი ახსენეთ? რატომ ხერხდება ეს ქვეყნის გარეთ? არაერთს და არაერთხელ აღგინიშნავთ, არა მარტო თქვენ, არამედ სხვა ლიდერებსაც, რომ აი იქ მოვახერხეთ ეს. ეხლა ვიყავი პასუხი სხვადასხვაშორის. აი ახლა. ამ წუთას? კი, ამ წუთას. აბა. უბრალოდ სათქმელი პასუხი მქონდა ეს. დასავლეთის ფრონტზე მუშაობენ ადამიანები, პროფესიონალები, 4 კოალიციიდან, ყოფილი დიპლომატები, იურისტები, რომელთაც ერთად მუშაობის დისკომფორტი და ამბიცია არ აქვთ, რომ ვინ იქნება პირველი, ვინ იქნება მეორე და ვინ ვისთან დაჯდება. და ამ ლიდერშიპში აქ არის ბევრჯერ გამიგონია, არ აქვს მნიშვნელობა, მე არ დავასახელებ, რომ მე იმასთან არ დავჯდები. ის თუ იქ ჩვენ თუ გავიმარჯვეთ და პარლამენტში უნდა ყოფილიყავით და მთავრობა შეგვექმნა, რას ნიშნავს? იძულებული ვიქნებოდეთ, რომ ჩვენ დამსხლარიყავით ერთად და ეს გავეკეთებინა. მე ყველასთან დავსხდი, ყველა ჩამოვიარე და ყველას ხელი. ძალიან სერიოზულად ჟღერს მე იმასთან. დაგიკვირდებათ, დიდი პრობლემები მოქალაქეების თვალში გულის. მე მინდა რომ სიმართლე იცოდნენ მათ. ეს არის და ჩამოვარონ ყველას და კითხონ, რატო არ ხდება ეს შეხვედრა? ან სხვა გეგმა რა არსებობს? ან სხვა გეგმა რა არსებობს იმ ოპოზიციური ხალხისთვის? მეც არ ვიცი. გარდა იმისა, რომ გავიმეორებ ჩემ ხედვას და გეგმას, რაც მე შევთავაზე, რომ არჩეული ადამიანები, ვინც აირჩია, ამათი დათვლით 61, მაგრამ ჩვენი დათვლით დაახლოებით 100-მდე. ხო? არა ახლა მას ჩვენ შეგვიძლია სკამები დავდოთ და დავაწეროთ, რომ პარლამენტში მანდატებს მოპარული ხმა შეგვიძლია დავაწეროთ, რომ ამათმა არ დაიწყონ, რომ ესე ვთქვათ, ჩვენი დათვლით მიდიხართ, ხო? ეს ხო იცით ყველაფერს. პარლამენტში ჩემი მისვლაც მაგიტომ იყო, ესე ვთქვათ, გადაუხო ცოტა, რომ აი გვაღიარა და მოვიდა. ეს არის ამის მიზანი, ის კი არა რაღაც 14 წლისამდელი საქმე აინტერესებთ. ამიტომ მე სხვა გეგმა არ მომისმენია. ჩემი შეთავაზება არის, რომ ეს ადამიანები, ვინც არჩეული იქნა 4 ოპოზიციიდან, უნდა შეიკრიბოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შიდა საქმეების დღის წესრიგი გააცნოს საზოგადოებას, რუსთავაზე მდგომ ხალხსაც, ამ დარბას წინააღმდეგობის ფრონტს აუცილებლად უნდა შემოუერთდნენ ის ლიდერები, რომლებიც ეხლა დაიბადნენ, რომლებიც წარმოადგენენ რაღაც ინტერესთა ჯგუფებს ამ იმაში, ჩვენ ერთიანობის, დიდი ოპოზიციური ერთიანობის გარდა არაფერი არ გვიშველის. აქვე მინდა დავაზუსტო. ეს არ ნიშნავს არც ერთიან სიას, არ ნიშნავს რაღაც არ პარტიების გაერთიანებას. ამაზე ჩვენ მე როცა ახალ არჩევნებს მივახცევთ, მე ამის მერე პარლამენტში ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა დღეს ფრონტი არის გასაკეთებელი. გავიგე. არ გთხოვთ დასახელებას, ცხადია, ვის კონკრეტულად, მაგრამ აი თქვა ერთმა სხვა ლიდერმა თქვა, რომ მე იმასთან არ დავჯდები, მეორესთან. არ ყოფილა იქ მაშინვე შეკითხვა, აბა რას აპირებ, რას შვები? არაფერი არ დადიან შეხვედრაზე. არა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა გაცდეს მამუკა ხაზარაძის და კიდევ ვიღაც სხვადასხვა კოალიციის ლიდერების ფორმატ პრეზიდენტთან შეხვედრის. ეს არ უნდა იყოს 4 ან 5 ადამიანი ხდება პრეზიდენტს. ეს უნდა იყოს 61 პლუს აი ეს მოძრაობის ლიდერები და პრეზიდენტი. აი მაშინ უკვე ძალას იგრძნობს საზოგადოება და იტყვის, რომ მისი ხმარი დაცული, ეს ხალხი ერთად უნდა გადიოდეს აქციაზე, წინ უნდა მიუძღოდეს დემონსტრაციას და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებს მივიცემთ ამ პარტიებში არიან ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკურ იმაში არიან ახლა ჩართულები და მათთვის ეს იქნება ტრიბუნა, მათი გაძლიერება, წინ წამოწევა. მე ესე უყურებ ამ პროცესს და
ეხლა რა ხდება? უკვე თქვით რომ ბევრი დრო დაიკარგა. ბევრი რამ დაგვიანდა. აღწერთ სურათს, რომელიც მე არ ვამბობ რომ არაადეკვატურად აღწერთ ისე როგორც ხედავთ და აფასებთ, მაგრამ თვითონ სურათი რომელსაც აღწერთ ძალიან არაადეკვატურად ჩანს. ისედაც ჩანს, მაგრამ ახალასაც ყვებით. ძალიან არაადეკვატურად ჩანს იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანას უდგას და ამაში ვგულისხმობ, რის წინაშეც, რომლების წინაშეც არიან მოქალაქეები და ამომრჩევლები. ყველა პოლიტიკური ძალისა ქართული ოცნების ამომრჩევლების ჩათვლით. ეს რა არის ჩიხია, რაღაც აღიარება უნდა მოხდეს, ან ჩიხია და რაღაც სხვა გამოსავალი უნდა იყოს გამონახული, რა ვიცი. ჩიხში არის ქვეყანა, მოდით შევთანხმდეთ. ჩიხში არის ქვეყანა, ბუნებრივია ჩიხში არის ქართული ოცნება. მთელი საზოგადოება არის დღეს ჩიხში, ჩიხიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები. გავიგე, ახლა ესე იგი, არ მოხდა ეს გაერთიანება ესეთი ტიპის. გასაგებია, ყველაფერს თავისი ამბავია, მე ალტერნატიული გეგმა ვერ მოვისმინე. ერთ-ერთი რითაც ავარ ხა დაკავებული, ძლიერი საქართველოს გაძლიერებით და გვემატება უამრავი ადამიანი, აი რამოდენიმე დღის წინათ მარტო თბილისში 100 ახალი. ანუ შეუდექით მე სულ ამით ვიყავი დაკავებული, არა, გულისხმობ ახლა უკვე ჩაიქნიეთ ხელი ამ გაერთიანებაზე. პარალელურად მე გეუბნები და პარალელურად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენ პარტიას და პარალელურად ყოველთვის ესე თქვათ ლობირებთ ამ იდეას, რომ პრეზიდენტის გარშემო, ეხა ბოლო შეხვედრაზე რათაც მივახციეთ, რატომ უნდა ამას 4 თვე ხო? რომ პრეზიდენტი როცა გაემგზავრება უცხოეთში, მას გაყვეს 4 კოალიციის წარმომადგენელი, რომ უცხოელებს დაანახოს, რომ პრეზიდენტი მარტო არ დადის. ხო, ვითომ ვიზუალური თემაა, ვითომ არა, შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ხალხი, რომელიც ხარს გვიჭერს, დაინახავენ, რომ აქ პრეზიდენტი მარტო არ დადის. ეს აქამდე უნდა გაუკეთებინა. ბევრი რამ ესეთი ნიუანსი არის, ნიუანსისგან შედგება პოლიტიკა. და მე კიდევ ვიმეორებ, მე ვარ სულ ერთიანობის მომხრე, იმიტომ არა მარტო ოპოზიციური. მე ვარ უფრო დიდი ერთიანობის მომხრე. იმიტომ რომ მე მინდა რომ არ იყოს ეს ქვეყანა გაყოფილი ქოცებად და ნაცებად და ვიღაცა და ანტი ისა და ანტი ესა. პატარა ქვეყანა ვართ. მე მინდა რომ მივახციო იმ ქვეყანას, სადაც სითფო იქნება. მე ეს თბილისი, რომელსაც დღეს უყურებ, ხო, აი რაღაც ფრაგმენტულად რომ ამოვარდება, უცოდ კარგი საღამო, აი გუშინ ღია ყანჩელის საღამო იყო და აი რომ მიხვდები რომ სხვა ხალხი ვარ ჩვენ. სხვა ხალხი ვართ იმ დარბაზში ისაც ზის და ესა და ვიცით რომ ეს გვაერთიანებს, ეს სიყვარული გვაერთიანებს და ეს თბილისი მინდა, ეს საქართველო მინდა და არ ხდება ეს, სულ დაპირისპირება და სულ გაყავი და იბატონე და მე მინდა რომ ეს რაღაცას მივახციოთ, ჯერ მივახციოთ ოპოზიციურ ფლანგზე, ქართულ ოცნების ამორჩეველს ვესაუბროთ, მაგრამ არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ნახეთ, გაყოფილია მედია სივრცე შეგნებულად, რომ ნახევარმა საქართველოს ისმინოს, რომ რუსეთი კარგია და ნახევარი საქართველოს ამბობს, რომ რუსეთში არ გვინდა. და ესე არ ხდება ქვეყნის კონსოლიდაცია. დიდი თემა ახლა მე არ მინდა უბრალოდ ამ ჩვენს საუბარს. ყველაფერს ხომ მნიშვნელობა აქვს. ხო ადამიანებს რომ რითვე საუბრობთ ჩვენ Facebook-ით და იმით რა ქვია. ამიტომ ამ გაერთიანებას ალტერნატივა ჩვენ ქვეყანაში არ გააჩნია. შეიძლება სხვადასხვა აზრზე ვიყოთ სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით, მაგრამ ძლიერი ქვეყანა რო გვინდა რომ ავაშენოთ. ხო, ეს ხო ფაქტია. რაღაც ნორმალური პერსპექტივა რო ჩვენ შვილებს მივცეთ. გავიგე რომ ასე ფიქრობთ, მაგრამ მე მინდა დავინახო რეალური შესაძლებლობა იმისა, რასაც ალტერნატივოდ თვლით. არა, ვიდრე არჩევნებამდე. მოემზადოთ არჩევნებისთვის. რომელი? ახალი არჩევნებისთვის. რომელზეც მარტო ასევე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ თქვენ არ ამბობთ ასე, რომ იქნება აუცილებლად ეს ახალი არჩევნები. უბრალოდ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს იმ ყველაფრის აღწერის შემდეგ, რაზეც ახლა უცხოლის პირას დგას ქვეყანა და ვისაც ჯერ გაეს საჭიროებაში ეჭვის საჭიროებას არ ეხება ეს ჩემი შეკითხვა, ეხება გარდაუვლობას. ნახეთ, საჭიროებასა და მოწოლილ რეალობის თანხვედრას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. მოწოლილი რეალობა არის დასანქცირებული მთავრობა. მოწოლილი რეალობაა, ასე თქვათ, მოქმედი რეალობა არის მეგობარი აქტი, ჩვენი პროტესტი რუსთაველზე, განწყობა, უმუშევრობა ქვეყანაში. კი, ჩვენ ვართ რუსთაველზე. მე ხარ ბოლო 2 კვირა უცხოეთში ვიყავი და არა, მაგრამ ჩემი არც ერთი დღე არ არის ჩავრნილი ჩვენი პარტიის წევრები რო იქ. ერთი კი არა, ჩვენი პარტიის წევრები რო იქ არიყვნენ. არც ერთი დღე არ ჩაგვიდია და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მასიური მარშები თუ გადაავლებთ თქვენ მარტო ჩვენ ჩავატარეთ. აი მასიური მარში რასაც იყო, ხშირად ჩვენ ესე ვთქვათ ამას ვაკეთებთ. არ ვიცი, ახლა ვერავწან. ანუ ჩამოთვალ გავაგრძელოთ. მარშები წევა ყოველთვის მარჯანიშვილიდან, ამიტომ გასახსენებლად ძალიან მარტივია. მინახავს, გავაგრძელოთ ჩამოთვალ. ანუ პროტესტი
პროტესტი უცხოელი პარტნიორების, ესე თქვა, ზემოქმედება, სანქცირებული მთავრობა, რომელსაც არავინ არ ესაუბრება. არ დავეძებს სანქციებსო გაიძახის. არა, ეს რას არ დაეძებს, ეს ხო, ეხა ეს შეუძლია პროპაგანდას მოაყოლებს. ვერ დაგვაზიანებსო. დაზიანებულები არიან ძალიან სერიოზულად. ვერ მართავენ ისინი ქვეყანას. ეს კომისია რისთვის არის შექმნილი? რომ რუსეთს უთხრან, რომ საქართველოს დააშავა, საქართველოს დაიწყო ომი, ეს არის ამის შექმნილი, ეს არის მოღალატეობრივი კომისია. ეს არის გადასაფარად იმ გაჭირვების, რაც ქართულ ხალხს ყოველდღურად აწუხებს, კიდე გაუმეორდები და 100 ჯილ და 100 ჯილ ვიტყვი. ეს არის ხელფასები, ეს არის უმუშევრობა, ეს არის ადამიანები აქ პერსპექტივას ვერ ნახულობენ და მიდიან უცხოეთში, დემოგრაფიული კლება, თლიანად იმპორტზე დამოკიდებულება, არანაირი ინვესტიცია. ამ ყველაფერზე თუ ვღელავ, კი, პრობლემა მაქვს, მაგრამ თუ არ ვღელავ, ეს თქვენ და მე ვღელავთ, მაგრამ ბიზნეს საღელო არაფერი არ არის. ის ამას აკეთებსო თავისთავად დაიცვას. მას საერთოდ არ აინტერესებს, საერთოდ არ აინტერესებს მას მოქალაქეების ბედი. აქ ხომ ჩვენ მნიშვნელოვანი რა არის, ვის რა მიზანი აქვს, ვის რა ბერკეტები აქვს ხელში და ვინ როგორ რამდენად ეფექტიანად იყენებს ამ ბერკეტებს და ინსტრუმენტებს. და ისევ მინდა და ხედავთ, ანუ აღწერთ რეალობას და მეორე მხრივ, იმიტომ დავსვი შეკითხვა არა საჭიროებაზე და უალტერნატივობაზე, როგორც ქვეყნისთვის გამოსავლის, არამედ გარდაუვლობაზე, თქვენ შეუდექით ჩამოთვლას. მეორე მხრივ, ისევ აი ხა გადახვედით ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის მიზნებსა და ამოცანებზე, ვერ აღწევს თავის მიზნებს და ამოცანებს, რომლებსაც თქვენ ჩამოთვლით. ვერ აღწევს. და გეტყვით რატო? რომ ვერაფერს ვერ მიაღწია 20 იანვრის ინაუგურაციის მერე. თავარი ჩვენი პარტნიორი არის ჩუმად. და არავითარ შემთხვევაში ის ამ ოლიგარქიულ სისტემას არ დაუჭერს ხაზს. ფაქტი რა არის? გუშინდელი მეგობარი აქტი. ანუ ფაქტი რა არის? რიში, რომელიც თურმე deep state-ის წარმომადგენელი იყო, თურმე აღმოჩნდა. დიდი ხანია პარტნიორების მიმართ გზავნილები პარტნიორებისთვის არის ესე ვთქვათ, ძალიან მკაფიოდ უარყოფითი იქით რა ქვეყანა ვარ ჩვენ ნინო ჩვენ რა საბადოები გვაქვს ეს საკითხი მე ვლაპარაკობ მე აი ბანკოსში მეც არ ვარ ძალიან სუსტი ყოველ შემთხვევაში არ ვთამაშობ მაგრამ იშვიათად ბავშვობაში მოკლედ ჯოკერს თამაშობ ჯოკერი თუ ითვლება ესე თქვა და დურაკა ითვლება ვაღიარებ რომ სუსტი ვარ მაგას მეც თამაშობდი ბარა ხო და უბრალოდ რატო ვამბობ ვცდილობ რომ გავიგო რამდენად გესმით პოლიტიკური მოწინააღმდეგის ქცევის ლოგიკა. ყველა ქცევას აქვს ლოგიკა, როგორაც არ უნდა ეგეჩვენებოდეს ქაოტურად თუ რა ვიცი რაღაცა. მაგრამ ხო აი ამას ვცდილობდა. იქ წინააღმდეგობაში მოდის თუ კი მას ის ამოცანები აქვს, რასაც ჩამოთვლით, რატომ ვერ აღწევს? სად ნახეთ ცდელობა მისი რომ მე ახლა იმიტომ ამ შეკითხვას ასე ამ ფორმით რომ გამოვიწვიოთ თქვენი პასუხი. რომ ის რაღაც მის ინტერესებში იყოს, თქვათ რა საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება. არ არის ეს მის ინტერესში. მის ინტერესში არის რომ თლიან ამას წარმატებით აკეთებს. გავიგებ, მაგრამ ამას სხვა რაღაცა ზღვარი აქვს და ეს ხო თელმა საქართველოს დაინახა და ყველა თელმა სოფლიომ. ეს ხო ყველამ დაინახა, რომ ესე თქვათ მოუბრუნებელ წერტილამდე მივყევართ, ხო? დაინახა ეს ყველა. მობრუნების წერტილი, ხო? აი, კარგი ის შემომაშველეთ. სად არის ეს მობრუნების წერტილი? სად შეიძლება მოხდეს რაღაც ფაქტორების ესეთი ერთობლიობა და კომბინაცია, რომ მობრუნება მოხდეს. წერტილი შეიძლება იყოს და ჩაუარო ამ წერტილს და სხვა წერტილში აღმოჩნდა. ერთი პასუხი აქვს მაგას. ერთი სიტყვიანი პასუხი აქვს მაგას. აბა, სიმტკიცე. რომ არ დაუთმოთ. ქვეყანა სხვა პასუხი არ აქვს. სიმტკიცე და არ შეშინება, რომ არ დაუთმოთ ქვეყანა. ეს არის მობრუნების წერტილი. ყოველგვარი გეგმების და რაღაცების გარეშე. აი ბიჭების და გოგოების სიმტკიცე ყოველ დღე რუსთაველზე არიან. მოქალაქე უნდა მიხვდეს, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, რომ მათი სიმტკიცით, მათი აქტიურობით არის შესაძლებელი ამ ქვეყნის დახსნა ბიძინა ივანიშვილის და რუსების კლანჭებისაგან. აი ეს არის. პოლიტიკოსი მიმართავთ მოქალაქეს. მე რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ეკუთვნის ამ ქვეყანაში ძალაუფლება და მე მათ მიმართავ. რომ მათ მიმართავ სიმტკიცე და ხელის არჩაქნეულობა, იმიტომ რომ ჩავიქნებთ ხელს, ვიქნებით უბედურებაში. მოქალაქე აპროტესტებს არის მტკიცე თავის პოზიციაში. და ბევრი იმდენად არასაკმარისი. მე არ ვლაპარაკობ რუსთაველზე გამოსვლას. მე არ ვლაპარაკობ რუსთაველზე გამოსვლას. აუცილებლად სადაც უსამართლობა იქ უნდა ხმა აიმაღლო. და არ უნდა შეგეშინდეს. მესმის, რომ ზოგს ფინანსური
ამბავია და ყველაზე პატივსცემ, ვინც ამას უძლებს და ვინც ამ ბრძოლაში არის. მაგრამ ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე. სად არის მოbrunების წერტილი? მოbrunების წერტილი არის სიმტკიცეში და არ შეშინებაში. მე ამის პიროვნულ მაგალითს ვიძლევი, იმიტომ კი არა რომ ვიღაცას თავი მოვაწონო. მე ესე მჯერა ადამიანს, რომელსაც არაფერი არ ესე ვთქვათ, მიშლის ხელს რომ ამ პროცესს როდესმე ესე ვთქვათ ჩამოშორებოდი. არ ჩამოშორდები, იმიტომ რომ მე გააზრებული მაქვს დიდი ხანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე სად უნდა იყოს. გააზრებულად, შეგნებულად ვარ ამაში. მესმის ქართველობაც, მესმის ქრისტიანობაც, ყველაფერი მესმის და მე არ მინდა ეს ღირებულებები დავკარგო. არ მინდა დავაკარგინო და ვიღაცა აქ მოვიდეს და მოსკოვში გადაწყვიტოს ვიღაცამ აქ როგორ ფილმს და კონცერტს ჩაატარებს. არ მინდა დუგინის პოლიტიკა მე არ მინდა საქართველოში იყოს ესე ვთქვათ დომინანტი. არ მინდა მე მინდა ქართველები დაბრუნდნენ ახალგაზრდები რომლებიც გაექცნენ ამ სისტემას. მე მინდა რომ აქ ადამიანებს ჰქონდეთ პერსპექტივა, კიდევ ვიმეორებ ხელფასი, სტაბილური და იყოს ხელგაშლილი ცხოვრება, როცა ქართველი კაცი ფეხზე დიდრად დგას და სურვილებში ბევრი შემოგიერთება. ეს არ არის სურვილი. ეს არ არის, არა. სურვილი, ნახეთ, ყველა სურვილი და მიზანი ადამიანის. უბრალოდ ყველა სურვილი სიტყვა ოცნების ხმარება არ მინდა რა, იმდენად გააფუჭეს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში. აი ხო ხედავთ, ამაშიც კი აი ამ ხო, იმიტომ რომ ოცნება მოსპეს, იმედი და ოცნება ორი სიტყვა მოსპეს ამ ქვეყანაში. მოსპეს ოცნება და იმედი. რატომ მოკრძალავთ თავს ეს სიტყვა გამოიყენოთ ისე როგორც ეს ხო, შეიძლება ჩემი დაკომპლექსებული ვარ მაგ იმაშიც, იმიტომ რომ იმდენად უარყოფით იმას იწვევს და დავამთავრებ ესე იგი ყოველთვის ოცნება ადამიანის და ფიქრი აახლოვებს მიზანს, დაიმახსოვრეთ. თუ გაქვს სურვილი და იცი რომ იმ წერტილში უნდა მიხვიდე, აუცილებლად მივალთ იმ წერტილში. თავარია რომ ეს მიზანი იყოს, რა თქმა უნდა, საერთო მიზანი რომ ამ ქვეყანას ემსახურებოდეს. ნებისმიერ საქმეში წესია. მიზნის ცოდნა არ ყოფნის საკმაოდ მკაფიობა ოპოზიციას თუ რაღა უშლის მაშინ ხარ. არ არის აქ ოპოზიციაზე მარტო საუბარი. ჩვენ ქალაქები მოვიგეთ. არა. გონია რომ ველაპარაკები პოლიტიკურ ლიდერს ახლა და აი ჩემი შეკითხვა მინდა დავსვათ მიხვდებით რაზე პასუხის მიღებას ვცდილობ. თქვენ გაქვთ გამოცდილება და ამ გამოცდილების კვალობაზე მიღებული ცოდნა ბიზნესში, სადაც მე არ მაქვს ასეთი. სადაც თქვენ რაღაცა ვთქვათ, ერთია იდეა, მეორე არის ვთქვათ უკვე როცა იწყებთ დაგეგმვას, გაზომვას რესურსების, შესაძლებლობების, შემდეგ განხორციელების რაღაც ეტაპი, ალბათ და საწყისი აფასებ ალბათ ასე ვხედავ ყოველ ფაზას რა მიაღწია წარმატებით რა ვერ მიაღწია სად იყო წარუმატებლობა შეიძლება რაღაც გეგმა საერთოდ და ბიზნესი ჩაგიფლავდეს ადამიანს ალბათ ასეთიც გქონიათ და ხო და აი ის ქცევა რაღაცა ხო ცვლის შემდეგ ქცევას რაღაც იქ ცვლადებია რაღაცას გადაალაგებ გადმოალაგებ რომ მიაღწიო იმ შედეგს რაც თავიდან ქონდა დასახული აი ახლა მე გეკითხებით მე მესმის რომ როგორც პოლიტიკოს ბევრად ნაკლები გამოცდილება და მივცემ თავისუფლებას თქვა ცოდნაც გაქვთ ვიდრე როგორც ბიზნესმენს მაგრამ გაქვთ თუ არა განცდა რომ რაღაცები არის შესაძლებელი და გაქვთ თუ არა ძალა იმის ხედავთ თუ არა ძალას იმისას რომ ეს შეიცვალოს თუ პოლიტიკაში ხომ არ გქონდათ ილუზია რაღაცის რომ უფრო იოლი იქნებოდა პოლიტიკოსობა ვიდრე ჩანდა ვიდრე ბიზნესმენი იყავით უფრო მეტი ცვლადია პოლიტიკაში ვიდრე ბიზნესში აი მე მგონი არ ვიცი მე მგონი თუ გადახედოთ ჩვენი პარტიის სვლას ბოლო 5 წლის განმავლობაში რომელიც ნოლიდან შეიქმნა პანდემიის დროს და შეიქმნა ჩვენი მასიური სასამართლოში ტარების დროს საკმაოდ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ რა თქმა უნდა შეცდომები დაუშვით მაგრამ ჩვენ სამჯერ გავიზარდეთ ბოლო 5 წელიწადში 200,000-ზე მეტი ამორჩეველი ყავს დღეს ჩვენ როცა 3 წლის წინათ გაყალბებული არჩევნებით ყავდა 60 რაღაცა 3,000 თუ რაღაც. ანუ ეს არის თქვენთვის არგუმენტი რომ მიუხედავად რაღაც შეიძლება შეცდომებისა და თუ შეცდომას არ უშვებ, წარმატებას ვერ მიაღწევ, მე მგონი. ცხადია. ესე იგი არისო ჩვენ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პარტია ვართ. ჩვენ ვართ 4 თანაბარ სწორუფლებიან ზომით უკვე 4 იმ პარტიებს შორის, რომელიც დიდი ხანია აქ რაღაცა 15 წელზე მეტია და ზოგს კიდე ქონდა ადმინისტრაციული რესურსი გადმოყოლილი. ამიტომ აქ საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს და ერთ-ერთი პარტია თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კვლევები, რომელსაც ზრდის პერსპექტივა აქვს. და ვიზრდებით კიდევაც. გითხარით რომ აი, ეს ვთქვათ, ფილიში და რეგიონებში ახალი ადამიანები და ახალი წევრები გვემატებიან.
ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ ამიტომ მე არანაირად არ მწყინს ეხლა რომ მეუნებით რომ იცი პოლიტიკაში ნაკლები რა თქმა უნდა როგორ შეიძლება მე 30 წელი ვაკეთე ბიზნესი და ბოლო 10 წელიწადში და 15 წელიწადში მივახციე საერთაშორისო უზარმაზარ ესე თქვა წარმატებებს ეს არის 5 წელი არის ეხლა ყვაწილ კაცობის თუ რაღაცა ბავშვობის პერიოდი ეხლა ძალიან სერიოზული პარტია ვარ ჩვენ ძალიან სერიოზული გუნდის წევრებით თქვენ გაიხსენეთ ის ახალგაზრდები რომლებიც 5 წლის წინათ იყვნენ და დღეს შეხედეთ ეხლა თუ გინდათ ჩამოგითვლით მე მგონი ყველა იცით ხო ჩამოგითვლით არაჩვეულებრივი გუნდი ყავს არაჩვეულებრივი გუნდი მოწადინებული განათლებული სუფთა ადამიანებისგან დაკომპლექტებული რეგიონებში გავიზარდეთ სერიოზულად ხო ეხლა თქვენაოდ როცა წარუმატებლობა არის ბიზნესში და რას ცვლი მოდელს მაგრამ ერთ რამეს არ ცვლი მიზანს და სიმტკიცეს ჩვენ შეგიძლია შეცვალოთ ბიზნეს მოდელი ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური ესე თქვათ რაღაცა სტრუქტურა message box-ი თუ ასე შემდეგ მაგრამ არ ცვლით ერთ თავარ რამეს ეს არის სიმტკიცე, მტკიცეთა ვართ, რისთვისაც გჯერა და ჩვენ გჯერა ამ ქვეყნის მომავლის და გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ ამ ქვეყანაში დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა და ეს ქვეყანა გავხადოთ ევროპული თანასწორუფლებიანი ქვეყანა დიდი სიმდიდრით და დიდი პერსპექტივით. ეხლა არ ვიცი რას ჩამეთვლით წარმატებიდან შეცდომა და წარუმატებლად მე პირადად კი არა მე პრობლემა არ მაქვს პირდაპირ მე ვარ ის გაგიკვირდებათ და ის ადამიანი ვარ რომელიც კრიტიკას ვიღებ ნებისმიერ ადამიანისგან შეურაცხყოფას არ ვიღებ იმიტომ რომ შლი პირდაპირ მაგრამ ნებისმიერ ადამიანს რომელიც მე მწერს პირადად და რაღაც თავის ძალას ან მაკრიტიკებს მე გულწრფელად ვიღებ იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ ეს თქვათ ყველაფერი ვიცი მე იმ ადამიანს ჩემი სიძლიერე არის რომ მე ვეძებ იმ ადამიანებს რომელსაც ჩემზე მეტი იციან ამ თუ მის სფეროში და ესე მოვედი მე დღემდე ჩემი სიძლიერე არის ამაში გუნდების მშენებლობაში და მე პირდაპირ გეუბნებით რომ პოლიტიკაში საერთოდ გამოუცდელი ადამიანმა დღეს შეუქმნი ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკური გუნდი ლელო ძლიერი საქართველო ასეთ კითხვა ხო ანუ მე ვცდილობ წარმოვიდგინო არის ფაქტია ეს თუ არ არის ფაქტი ხო ფაქტია ვარ თუ არა მოთამაშე ძლიერი მოთამაშე ვარ ძლიერი მოთამაშე გვაკლია ზრდისთვის ამბავი რა თქმა უნდა გვაკლია მაგრამ ვიზრდებით ამ ჩვენ ხომ ძალიან კონკრეტულ კონტექსტში ვართ ახლა და იმიტომ როცა კიდევ ვამბობ ხედავთ ძალიან დიდ ტემპს მაღალ ტემპს ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების ასე აფასებთ ისე აფასებთ ვთქვათ რაღაც იმავე გუშინდელ განცხადებას მამუკა მდინარაძის ვინ სისუსტედ აფასებს ვისთვის დამთრგუნველია ეს ხო აღქმების ამბავი არის და მოქალაქეები ამ ყველაფერს უყურებენ და მე ამ ტემპზე ვლაპარაკობ ეხა ამ გარემოზე ვლაპარაკობ და დღის წესრიგის თუნდაც ტემპში რომ აჯობო ვთქვათ პოლიტიკურ ოპონენტს რა თქმა უნდა შინაარსის თანხლებით სხვაგვარად აბა სირბილი ხომ არ არის ფიზიკური ეს სირბილიც ხო გამოსადეგი რაღაც აღმოჩნდა საპროტესტო აქციების დროს ახლა სულ ყველა დავაკნინა ეს მონაცემი ადამიანის და უნარი ამ ამოცანებზე ვლაპარაკობ ახლა და არა ვთქვათ პარტიის ქმნის გაფართოების განვითარების და ასე შემდეგ რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესს რომელიც აი შეიძლება შედარებით ჩვეულებრივ დროში საქართველოს ჩვეულებრივი დრო არასდროს ქონია და იმიტომ უცებ ვერ გავიხსენე შეიძლებოდა უფრო დიდ წარმატებად ჩათვლილიყო მოქალაქის თვალში ვგულისხმობ რომელიც ახლა გვიყურებს გვისმენს და ფიქრობს რატომ არის ეს ცვლილების ფაქტორი როცა ვერ გამოიწვია ჯერ იგივე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იგივე ახალი არჩევნები რომლის გარდაუვალობაზე სულ ლაპარაკობთ ეს ვიგულისხმე მე ჩემს შეკითხვაში მე კარგად გავიგე თქვენი კითხვა და ისევ დაუბრუნდები რომ ერთობა არის ამის გამოსავალი არა მარტო პოლიტიკური პარტიების ამ ბრძოლაში ადამიანებშია მარტო საქმე არა პოლიტიკურ პარტიებზე მაქვს ხა საუბარი და იმ ადამიანებთან ერთობაში რომლებიც პერიოდულად ამბობდნენ რომ პოლიტიკური პარტიები არ გვინდა მარტო ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ ამის ფუფუნება დღეს ჩვენ ქვეყანას არ აქვს დღეს ერთ-ერთი გამოსავალია რომ ყველა პოლიტიკური პარტია პირველ რიგში ეს 4 ბარიერ გადალახული პარტია იდგეს პრეზიდენტთან ერთად და გააკეთოს პოლიტიკური ესე თქვათ რეაგირება. აქვე მინდა თქვა ნინო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. თქვენ ხშირად ახსენეთ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ გონიათ რომ ბიძინა ივანიშვილთან აქ გვაქვს ჩვენ საკონკურენციო აქ? აი ბიძინა ივანიშვილია კონტრპარტი რასაც ქვია ამ მთელი პროცესის? არ არის ეს. ჩვენ რუსეთს ვეჭიდავთ. არ მგონია ასე. ხო, ვიცი რომ არ გონიათ. ჩვენ რუსეთს ვეჭიდავებით. რუსეთი და მათ მიერ დაწერილი სცენარით მუშაობს ბიძინა ივანიშვილი. გარეჯი საქართველოა, ომი გინდა, ეხლა პარტიებს გავაუქმებთ და ეხლა თუ რუმინეთში
და შეერთებულ შტატებში და უამრავ სხვა ქვეყანაში უკვე დადასტურებულად არის ფაქტები დადებული, რომ რუსეთის ჩარევა ხდება ესეთ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ეკონომიკურად და დემოკრატიის თვალსაზრისით რუსების ჩარევა, აგერ დუგინის პირდაპირი პასუხია, რომ ჩვენ შევცდით, რომ ტანკებით შევედით 80% მთავრობა ყოს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ დავალებას ასო პირდაპირ თქვა ამ ადამიანმა. და ჩვენ აიღეთ პუტინის განცხადებები და გვერდზე ბევრჯერ ყოფილა სხვათა შორის. ადასტურებს იმას, რომ საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგე გვყავს. ეს მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არის რუსული იმპერია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთიანობის და ერთადგომის გარეშე ამ ამბავს ამბის მორევა გაგვიჭირდება. ამას გულწრფელად ვლაპარაკობ. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ყველა ის მანდატი, რომელიც მიცა ქართულმა ხალხმა ამ ოპოზიციურ პარტიებს, რომელმაც გაიმარჯვა დიდ ქალაქებში, გაიმარჯვა და მოიგო არჩევნები, ეს ხო ფაქტია. გავიმართ თბილისი ვერ მოახერხეს თბილისის გაყალბება დიდი მცდელობის და მიუხედავად თბილისი წააგეს 60-40-ზე და სად მოიგეს მარნეულში, სადაც დაცარებულ სოფლებში ესე თქვა ჩაყარეს და ბოლნიში და ასე შემდეგ. ხო ვიცით ეს ყველაფერი, ხო? სად არის ის ყუთები, რომელიც დაპატიმრდა და ესე თქვა პროკურატურის საწყობებშია, ხო? ჩვენ ხო ვიცით ვისთანა გვაქვს საქმე, გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან საქმე. ამიტომ მივმართავ კიდევ ერთხელ ჩვენ ესე თქვა პარტნიორებს კოალიციებიდან, რომ გადავდოთ ყველაფერი, შევიკრიბოთ და დავანახოთ ამათ ძლიერი მუშტი, რომ სასწრაფოდ დავანიშნოთ ახალი არჩევნები, დღის წესრიგზე შევთანხმდეთ. მეტი სხვანაირად მე მოწოდება არ შემე. მე პირადად მქონდა შეხვედრები ამ ადამიანებთან, სანამ ხა მართლა პარტიებს არ გააუქმებენ და ბოლოს მივალთ იქამდე, რომ ბელარუსიაც მოსაგონარი იქნება და სანატრებელი, ხო? მე ძალიან გვიან არ იყოს მეგობრებო. ხო, მიმართავთ ახლა პოლიტიკურ პარტნიორებს თუ არ ვიცი რა. რა ვიცი, ყველას. ხო, რაღაც ერთი ხაზი გვაქვს ამ ინტერვიუში მიმართვების და ამიტომ მაინც დავაზუსტე. მე მაინტერესებს აი საკუთრივ თქვენს ახლა პარტიას ვამბობ, მაგრამ მხოლოდ ლელოს არ გულისხმობთ. როგორც ხვდები, ის კოალიციაზე ლაპარაკობთ თუ საკუთრივ პარტია ლელოს. ჩვენ თქვენ გახსოვთ, რომ წინასაარჩევნო შექმნით, დიახ, წინასაარჩევნო შექმნით კოალიცია, რომელშიც გაერთიანდა 3 პარტია და 1 არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დროს, ეს იყო თავისუფლების მოედანი, რომელსაც გაცხადებული ქონდა, რომ ისინი აუცილებლად ჩამოყალიბდებოდნენ პარტიად. ამიტომ ჩვენ წინასაარჩევნოთ, ესე თქვათ, ესე შევიქმნით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ლელო, ალიკო ელისაშვილის პარტია, მოქალაქეების პარტია, ანადოლიძეს ხელმძღვანელობით პარტია ხალხისთვის. ძალიან მკაფიოდ მუშაობთ ყოველდღიურად. თავისუფლების მოედანმა გადაწყვიტა, რომ პარტია ჩამოყალიბდეს, მე მესმის ეს ამბავი და პოზიციონირებისთვის მათ ჭირდებათ დრო, რომ როგორც დამოუკიდებელი სხეული შეისხან, გაძლიერდნენ და ასე შემდეგ. კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, არაფერი ჩვენ შორის ცუდი არ მოხდარა. მე ძალიან მინდა რომ წარმატება უსურვო ამ ადამიანებს, ნიჭიერი ადამიანები არიან, ბევრი მეგობარი და ძველი პარტნიორიც არის, ასე თქვა, გაერთიანებული და მე ვფიქრობ, რომ ეს ფრონტი საერთო გვაქვს ჩვენ. ამიტომ აი ეს არის დღევანდელი მოცემულობა და რა იქნება ახალი არჩევნების დროს, მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავიზრდებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო საუბრები, ძალიან ბევრ საინტერესო ჯგუფებთან, რომლებიც პოლიტიკური პარტიები არ არიან, საინტერესო ადამიანებთან და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი, კი არა, ერთადერთი შეიძლება ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში. მარტის ბოლოა ახლა. დიახ. და პირველში ვარ დაბარებული სასამართლოში. ვიცი ეს. არა, გავიზრდებით კიდევ უფრო ამას მოვაყოლე. ვიზრდებით კი, ჩვენ ვიზრდებით. არა, განაბზრდაში შემოქვს ეჭვი. უბრალოდ როგორ თქვა, არ ვიცი, რაღაცა ტემპის უკმარისობის თაობაზე ეს ჩემი შეკითხვა და ეს ჩაძიება. მესმის. ვიღებ მაგ ჩაძიებას. და ისიც რეალობაა, რომ სასამართლოში უნდა მიხვიდეთ. ისიც რეალობა აგერ მოლოდინი ბრძანებთ, რომ ანუ არ დასრულებულაო ის. მე მინდა არ განელებულა ის. ნინო მესმის, მე მინდა რომ ჩემი პირადი მაგალითით ყველა იმ მთელ ტვირთს თქვენ გადაგდებთ, მაგრამ მთელ ტვირთსაც ავიღე, პრობლემა არ მაქვს. თუ ჩემზეა ეს ყველა მე მთელ ტვირთს მე მინდა რომ ჩემი პირადი მაგალითით და ამ შეუდრეკლობით და ამ სიმტკიცით და ამ არალეგიტიმურ ასე თქვა პარლამენტთან თუ პოლიტიკასთან არა კოლაბორაციით, ხო?
მე მინდა რომ იმ ბიჭებს მივცე პირველ რიგში მაგალითი, რომლებიც აქეთ გვაძლევენ მაგალითს, რომლებიც ციხეში არიან. პირველ რიგში და მათი წოდნენ რომ აქეთ ჩვენ არა ვართ ის ადამიანები პირველ რიგში მე ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი რომ იცი რა ჩვენ დაგიჭირეს და ეხლა მე აქ რაღაცა გამოდივარ და ტელევიზორში რაღაცა ფართე რაღაც სლოგანებს თუ სიტყვებს ვიძახი პოლიტიკურს არა მინდა რომ მათი წოდნენ რომ მეც იგივე ბრძოლაში ვარ მეც იგივე პასუხისმგებლობას ავიღებ და ეს ჩემი აზრით არის საკმაოდ სერიოზული მაგალითი პირველ რიგში ჩემი თავისთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მე პიტერ გეონოვი დაჭერა კი არ მიხარია არანაირად არ მიხარია მაგრამ მე ამ გზას არ გადაუხვევ რანაირი ცილისწამებას და რანაირი 15 წლის წინანდელი თუ რაღაცა ცდელობა იყოსო ვიღაცას ახლა პოლიტიკურ ძალას მიმაწეპონ წარსულში რაც არ არსებობს ბუნებაში არ არსებობს ესეთი რაღაცა ამ გზას მე არ გადაუხვევ ამ ბრძოლას გავაგრძელებ შესაბამისად რა გითხრათ მე მოყვებით მე კიდევ ვიღებ ამ კრიტიკას მიუხედავად რომ ეს კრიტიკა ყველაზე ნაკლებად შეიძლება მე და ჩვენ პარტიას ეხებოდეს ამ გაერთიანების ამბავი შეიძლება ყველაზე ნაკლებად კრიტიკა არ არის კითხვები რომლებზეც პასუხები სჭირდება პრობლემა არ არის კიდევ მეორე პრობლემა არ არის იმიტომ რომ მე და თქვენ ხო საბოლოო ჯამში ეს საუბარიც ხო რას ემსახურება ხო ნუ გამოსავალი ვიპოვოთ და ამ მდგომარეობიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ და არა ის რომ ეს თქვა ვინ უფრო კარგად გამოჩნდება ხო კითხვის დამსველი ემსახურება იმას რომ ხო მეტი დაინახოს მაყურებელმა რა თქმა უნდა ეს არის ჩემი ამოცანა რომ ჩვენ ადამიანებს უთხრათ რომ ბრძოლა არ გაჩერებულა მე მინდა უთხრა მათ რომ მე აგვდგავარ არსად არ მივდივარ მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ თქვენთან ერთად და აუცილებლად მოვიგებთ. მე მინდა ეს რწმენა მათ ჩაუნერგო. აუცილებლად მოვიგებთ. არავინ არ ჩამოყაროთ ფარხმალი. არავინ, იმიტომ რომ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ყოფილა საქართველოს ისტორიულად. არავინ. ჩვენ ამას მოვერევით. რაც უნდა დიდი ძალა გვიპირისპირება. რატომ? იმიტომ რომ ყავს მეგობრები, არის უზარმაზარი მუხტი საქართველოში, არა მარტო ახალგაზრდებში, არა ნამდვილ პატრიოტებში, რომლებიც არასდროს არ შეეგუება მონობას ამ ქვეყანაში, არსებობს კოსტავას, გამსახურდიას, აის დანატოვარი და ჩვენი კიდე დიდი წინაპრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის ბრძოლა, ამიტომ კიდევ მეორებ, ბრძოლა არის ეს ტაქტიკური და საკმაოდ დიდ საშიშ მოწინააღმდეგესთან. აქ პრობლემა რა არის, იცით? რომ ვაღიაროთ, რომ დღევანდელი ქართული ოცნება არის სიმბიოზი ნაციონალური მოძრაობის ოდიოზური ფიგურების და ქართული ოცნების სიმბიოზია. ეს არის, ეს უნდა ითქვას. ჩვენ რაღაცა სიმბიოზს ვებრძვით ძველსა და ვითომ ახალ შორის, რომელიც გადახლართულია ერთად. გადახლართული მოსამართლეების, პროკურორების, პოლიტიკოსების სახით და ამათ ეხლა უნდა ვიღაცა გაასამართლონ, იმიტომ რომ რაღაცა ეს ხო სიგიჟია. მაგრამ ამას საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევთ. გაუწევთ, იმიტომ რომ ტყუილი ყოველთვის მარცხდება. ამ ქვეყანაში დამარცხდება ეს ტყუილი, აუცილებლად. აუცილებლად და სიმტკიცე და სიმტკიცე. პირდაპირ ვიმეორებ და მოვიგებთ ჩვენ ამ ბრძოლას. ომსაც მოვიგებთ და საქართველოს იქნება ძლიერი. დარწმუნებული ვარ მე ამაში. ასე ჩემი მიმართვა. დიდი ბოდიში რაღაც მიმართვას ვაკეთებ, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია რომ ეს არ თქვა. ხო, არა, არ შემიძლია რომ არ უთხრა ჩემი რასაც ფიქრობ და გულში ფიქრობ. ხო, მე მინდა რომ ამ ადამიანებს ესე თქვა იმედი მივცე და უთხრა რომ იცი რა მარტო არ ახართ. ისევ შეგახსენეთ მარტის ბოლოა. დიახ. თუ კი რაიმე არჩევნების დრო არის ის, რასაც ვერავინ ვერ აკონტროლებს, ვერაფრით, ვერც ემოციით, ვერც სურვილით, ვერც ვერაფრით. ეს ყველამ ვიცით. და თუ კი რაიმე არჩევნები ხელახალ არჩევნებს გულისხმობს საპარლამენტო უნდა დაინიშნოს და ეს გარდაუვალია ამის შესახებ ძალიან მალე უნდა გახდეს ცნობილი ეს ძალიან მალე უნდა იყოს რეალობა არ ვიცი გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებული თუ რაღაც გარემოებათა გამო მიღებული თუ მოტანილი თუ არ ვიცი დღეს შეგიძლიათ რაიმე დროის მონაკვეთი თქვათ, რა დროშიც შეიძლება ეს ფაქტი დადგეს და აშკარა გახდეს. ძალიან მალე მოხდეს, შეიძლება ამას დაჭირდეს ამოდენმე თვე, მაგრამ ეს რომ მოხდება, მაგის გარანტიას გაძლევთ. თვითმმართველობის არჩევნებამდე? ცუდი იქნება, კი, შეიძლება ესე მოხდეს, უბრალოდ ბიძინებაში ვერ ჩამოყალიბდა, ვინ უნდა იყოს მისი მტკიცე შუამავალი, რომელიც მას მიცემს რაღაც გარანტიებს ამ ქვეყანაში. აი ეს არის მისი, ესე ვთქვათ, დილემა აღმოჩნდა რომ თუმე ტრამპის ადმინისტრაცია მისით არ არის დაინტერესებული. არ არის დაინტერესებული, ფაქტია. არ არის დაინტერესებული. ისაც დაინახა რომ რა თქმა უნდა, ისაც დაინახა რომ ფაშინიანი პირდაპირ ელაპარაკება რუბიოს, დაინახა რომ ტრამპის წარმომადგენელი პირდაპირ ესაუბრება მოსკოვის მერე ალიევს და საქართველოს საერთოდ არც ერთ კონტექსტში არ არის, ისაც ძალიან კარგად იცის. რომ ამერიკელებს ყველა სენატორს და კონგრესმენს უდეს მისი ეგრეთ წოდებული პრემიერის ჰამასთან და ჰეზბოლასთან ესე თქვათ
პანაშვიდებზე სიარული, ეს სერიოზული რაღაცაა. ძალიან კარგად იცის, რომ ანაკლიის კონტექსტში მას გამოსავალი არ აქვს, თორე აქამდე 100 ჯერ მოვაწერდი, ჩინელებთან კი არა, მარსიანელებთან მოვაწერდი კონტრაქტს ხელს. რატო? იმიტომ რომ გაჭედილები არიან, არაფერი არ ხდება ანაკლიაზე და რა უშლით ხელს? იმიტომ რომ ვერ აკეთებენ, ეხლა რო თქვა რომ ჩინეთთან აღარ ვაკეთებთ, ყველა მიხვდება რომ ესენი არიან შულერები. ჩინეთთანაც ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა მისთვის, სერიოზული, თქვენ იცით რომ კანონმდებლობა შევიდა, ეხლა სენატორებმა შეიტანეს ორპარტიული კანონმდებლობა, ჩინური პორტები საწინააღმდეგოდ ერთი გზა, ერთი ასე ვთქვათ ერთი სარტყელის წინააღმდეგ. და ეს ცალკე დიდი თემაა. ეს არის უზარმაზარი, ეს არის, ამაში იკვეთება საბოლოო ჯამში. ბიძინა ივანიშვილი ამაშია, ესე ვთქვათ, გაჩხერილი. თორე ეხა ბოსტანზე და პამიდორის მოყვანაზე რო იყოს, გადაწყვეტავდა მაგ საკითხს. მაგაშია გაჩხერილი. მას ხო პირდაპირ მითხრა რომ ამერიკელებს რა უნდა ჩავა ზღვაში. რაც ამბობს პუტინი, რა უნდა ამერიკელებს ჩავა ზღვაში. ხო? ამიტომ ეხა ეს გაჭედილია და იმიტომ არ არის ეს კაცი თავისუფალი. ხო, მას ფულის მეტი არ აინტერესებს ამ ქვეყანაში პირდაპირ გეოვნებით. ეს არის, ამიტომ აღარ მინდა თავიდან დავიწყო ეს ყველაფერი, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოუწოდო რომ სიმტკიცე, ბრძოლა და თანმიმდევრულობა ჩვენ ნუ გავიმეორებთ იმას, რაც ერთმა დიდმა მეცნიერმა, მსოფლიო დონის მეცნიერმა უზნაძემ ქართველებს დასკვნად და ესე ვთქვათ, დიაგნოზად დაუსვა, რომ აღშფოთებით, რაღაც აღშფოთებით, რაღაც მიზნისკენ მივდივარ და მე რო მუშაობა არის ყოველდღიური საჭირო და სიმტკიცე და ესე ვთქვათ, ეს სტაბილურობა, მე გონია რომ იცი რა, ხო არაფერი არ გამოდის და წარმატება მიიღწევა ყოველდღიური წარმატება არის წარუმატებლობების, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ჩერჩილის სიტყვებია, წარუმატებლობების სერია, რომელსაც მოყვება აუცილებლად წარმატება. ამიტომ ერთი წამით, ეს რაღაც მიმდინარე მოვლენა არ შეგაშინოთ. არ შეგაშინოთ. ჩვენ მე მიმართავ ყველას, ჩემ თანაგუნდელებს, ყველას. მე ოპოზიციისკენ მგონი. არა, ყველას მიმართავ. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ტელევიზიით გიყურებს და მხარს გიჭერს და ხედავს რომ ამ დღეს შეიძლება ისე არ გამოვიყურებით იმ დღეს. მე მინდა მათ უთხრა რომ იცი რა, არჩევანი გააკეთეთ, ვინც მტკიცედ დგას ამ გზაზე. მე მტკიცებ ვდგარ ამ გზაზე. მტკიცეთ, მე და ჩემი თანაგუნდელები მტკიცეთ გავართ ამ გზაზე. ბატონო? მე რა, ჩემზე მაგარი ბიჭები არიან დაჭერილები იქა. გამახსენდა უბრალოდ. ნინო, ჩემზე მაგარი ბიჭები არიან დაჭერილები, დამერწმუნე, მთელი გულწრფელობით გეუბნები, ადამიანი მეკითხება, რას ფიქრობ? არაფერს არ ვფიქრობ ამაზე. ჩემზე მაგარი ბიჭები არიან დაჭერილები. მათი მიმართვები, ტექსტები. ამ თავისუფლებას ვერ წამართვებს ვერავინ აბსოლუტურად, ბიძინა 10 ბიძინავინიშვილი ვერ წამართვებს ამ თავისუფლებას. პირდაპირ ვეუბნები მაგას. პირდაპირ. და მე ვიცი რომ მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ეხა მე ვარ მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, მე და ჩემი გუნდი. ბევრი მიზეზის და გამო, ძალიან კარგად იცის რატომაც ვარ ჩვენ მისთვის დისკომფორტი. და რატომაც გამოგვიგზავნა ორჯერ, ესე ვთქვათ, შუამავალი. ძალიან კარგად იცის რატო ვართ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ. რომელ შუამავალზე და რა ეტაპზე ლაპარაკობთ? ჯერ კი ანაკლიის დროს გამოგვიგზავნა და ეხლა ამ არჩევნების მერე. მან იცის ძალიან კარგად და ეხლა მე არ მინდა კიდევ ვიმეორებ ვიმესკენ ხელის გაშორვა. ყველაფერი ნათელი ხდება. ეს პროცესი კიდე რას ემსახურება, ნინო ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. რომ ლუსტრაცია და კატალიზაცია ხდება პროცესის და მე მგონი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა მივახციოთ, როცა ევროპაზე ლაპარაკობთ. მე თქვენ წინა გადაცემაში თქვენ მკითხეთ, რომ რაც კითხვა იყო და მე გიპასუხეთ რა არის პოლიტიკოსის ყველაზე თავარი. მე გიპასუხეთ არის სიმართლის თქმა, გულწრფელობა. და თქვენ პაუზა გააკეთეთ. თქვენ პაუზა გააკეთეთ და შეიძლება მოულოდნელი იყო მაშინ მე დარწმუნდა თქვენთვის არა მაგრამ ვიღაცისთვის მოულოდნელია პოლიტიკოსთვის რომ მე ეხაც ესე მჯერა გულწრფელობა და სიმართლე თუ არ შემოვიდა პოლიტიკაში სანამ ამ პოლიტიკურ პროცესს არ ჩამოშორდებიან ის ადამიანები რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია თავიანთ ცხოვრებაში და პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ უნდა ფული გააკეთონ ან ესე თქვათ სხვა ჩანაფიქრები გაქვთ ემსახურონ სხვა ქვეყანას ეს კიდე ცალკე თემა ამიტომ ეს პროცესი იქნება ძალიან საინტერესო არჩევნების მერე მე ვაკვირდები ამ პროცესს და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული რომ ახალგაზრდა ენერგიული სუფთა ადამიანები რომელი არჩევნების მერე? ახალი არჩევნების მერე. ახალი არჩევნების მერე. მე არ ვლაპარაკობ ადგილობრივ არჩევნებზე და ნებისმიერი საუბარი აქ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი. ნებისმიერი საუბარი დღეს ადგილობრივ არჩევნებზე და გადატანა მეორე საკითხად ახალი არჩევნების და პოლიტპატრონების გამოშვება არის ბიძინა ივანიშვილის სცენარი. და ნებისმიერი საუბარი კომისიაზე დღეს არის საქართველოს დადანაშაულება, სამხედროების და გმირი ბიჭების დადანაშაულება ომის დაწყებაში. ვინც არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, სააკაშვილი თუ შევარდნაძე თუ, რა ვიცი, ვინც არ უნდა ყოფილიყო. საქართველოს დადანაშაულება, ჩვენი ტანკები არ გადასულან რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცავდით ყოველთვის თავს. ჩვენ არა ვართ ერი, რომელიც სხვას ესხმის თავს. ისტორიულად არ ყოფილა ეს რაღაცა, ამიტომ
ამიტომ ეს რაც ხდება, ეს არის რუსების დავალება, ეს არის გაგრძელება იმ პოზიციის, რაც ბიზნესმენებმა ბოდიშის სახით მოუხადა, ესე თქვათ, იმ კვლელებს, რომლებმაც შარტავა, ანწუხელიძე და ჩვენი ბიჭები ჩახოცეს, ეს არის კაპიტულანტური, ეს არის მოღალატეობრივი კომისია. ამიტომაც არ მივედი მე იქა. ვინც მივიდა სამხედრო ღმერთმა გაუმარჯოს, ესე თქვათ, არანაირ შეფასებას არ ვაძლევ, იმიტომ რომ ისინი ბრძოლის ველზე იდგნენ და სიმართლის დასამტკიცებად, იმიტომ რომ მათ სხვა არხი გადაკეტილი აქვთ. ამიტომ კარგი იქნეს რომ მივიდნენ, მაგრამ პოლიტიკოსებმა თვითონ გააკეთონ არჩევანი, ვინ მივა და ვინ არა. ნინო, დიდი მადლობა. ვიცი რომ უკვე დავამთავრეთ. ხო, უნდა დავასრულოთ. დავამშვიდობები ასე. მადლობა დიდი. დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად. თქვენ კი გემშვიდობებით ჩვენს მაყურებლებს, გემშვიდობებით ერთი კვირით პარასკევს, მომავალ პარასკევს 17 საათზე შევხვდებით ერთმანეთს.